დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს არის 21 თებერვალი და ალბათ დიდხანს დარჩება ეს დილა, განსაკუთრებული დილა ბათუმელების მეხსიერებაში, იმიტომ რომ არ ვიცი, ვინც ახლა გაიღვიძეთ და ვინც ახლა აპირებთ გარეთ გასვლას, გეტყვით რომ გარეთ არის სასწაული თოვლი. მე ადამიანს, რომელსაც არც თუ ისე მიყვარს თოვლი, მეც კი აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც გარეთ გამოვედი და სამსახურისკენ წამოვედი. მე მოუთმელად ველოდი ამ თოვლს და ძალიან გახარებული ვარ, ფაფუკის უფთა ფუმფულა თოვლია, არ არის ის წყალწყალა თოვლი, რომელიც ბათუმს ახასიათებს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ამინდის პროგნოზზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, დიდი დოზით ჩვენს გადაცემაში, თუმცა სხვა ბევრი საინტერესო თემა მოგიმზადეთ და გადავავლოთ თვალი მცირიანოს. მანამ კი გეტყვით, რომ სტუდიაში დღეს მარიამ ჟავანეძე და სალომე სურმენიძე ვიმუშავებთ. კი, ნახავ დაგვავიწყდა. დღეს პარასკევია. დღეს 21 თებერვალია. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ პირველი კონსტიტუცია დაამტკიცა. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ამბები რუბრიკაში ამ დღეს. 67 წლის მზევინარ თურმანიძე და 69 წლის ვალიკო ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ცხოვრობენ. ერთმანეთი მერისის საშუალო სკოლაში გაიცნეს. დანარჩენი რუბრიკაში ძველებური ამბები. გახმაურებული და მრავალი ნომინაციის მქონე ფილმის ალქაჯის ვარსკვლავი სინთია ერივო. საკულტო მიუზიკლში იესო ქრისტეს სუპერვარსკვლავი იესოს როლს შეასრულებს. პოპულარულმა ფრანგმა რეპერმა გიმსმა განდაგანა ფრანგულ ენაზე შეასრულა. დეტალები რუბრიკაში ვებსიახლეები. ჩაინიშნეთ უგემრიელესი და უჯანსაღესი სტაფილოს სალათის რეცეპტი. რუბრიკაში შენი კერძი ქეთასგან და არ გამოგრჩეთ ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში სპორტული ამბები კი ჯიჯისგან გელოდებათ. არ გამოტოვოთ ინტერვიუ ბათუმის დინამოს მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან. 21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. ამიტომ უყურეთ და უსმინეთ დილის რადიოს, რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. როგორ გათოვდა ბათუმში? ნიკოლოზ კილაძის რეპორტაჟში. წინ თოვლიანი უქმეები გველოდება. ამიტომ შინ დარჩენა პლედის მოფარება და საყვარელი წიგნის კითხვა უალტერნატივო აქტივობა იქნება. სტუმართან ერთად გაგიზიარებთ თოვლში საკითხავ წიგნებს. გადაცემის მესამე ნაწილში სხვადასხვა ტრავმის, დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ როგორ შევარჩიოთ სწორი მეთოდი ორგანიზმის ფუნქციონირების აღსადგენად. იხილეთ ანა გოგიტიძის სიუჟეტი. რა არის ძირითადი მოტივი, რომელიც ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობისკენ უბიძგებს და როგორ ხდება სამედიცინო მომსახურების მიღება ქვეყნის გარეთ. დეტალებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. სპეციალურად არის ასეთი ვრცელი ანონსი და დღესაც ვრცელი გადაცემა იქნება, იმიტომ რომ მე ეჭვება ვისაც თოვლი არ გიყვართ, სახლიდან გამოსვლა მოგინდეთ, ასე რომ ვიყურეთ 11-ის ნახევრამდე ჩვენ, იმიტომ რომ ეთერში ვართ. გარეთ ისე თოვლს, ისეთი სილამაზეა, ისეთი ფაფუკი თოვლია, საინტერესოა შენარჩუნდება თუ არა და როგორი იქნება ტემპერატურული ფონი. დილით 0 გრადუსი იყო, ჩემს ავტომობილში აჩვენა და ვნახოთ როგორია დღეს 21 თებერვალს ტემპერატურული ფონი საქართველოს მასშტაბით. ამინდის პროგნოზს ჩვენ წავიკითხავთ, ახლა მომდევნო რამდენიმე წუთში ყობა შემოგვიერთდება. დღეს ბათუმში მაქსიმალური ტემპერატურა 2 გრადუსს მიაღწევს და აი ესეთი თოვლიანი, ნალექიანი ამინდი იქნება. ხობულეთში +2, ქედაში დაეცემა ტემპერატურა და იქნება 0 გრადუსი, შუახევში -2, ხულოში -3, გოდერძის უღელტეხილზე -7 გრადუსი სითბო. სიცივე, ყინვა. დღეს 21 თებერვალს ოზურგეთში მოსალოდნელია 2 გრადუსი სითბო, ურეკში 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი, +2 იქნება ლანჩხუთში, ასევე 2 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ჩოხატაურში და ბახმაროს მთაში, დღეს 6 გრადუსი ყინვა იქნება. ფოთში +4, ანაკლიაში +6, სოხუმში +3, ზუგდიდში 3 გრადუსამდე გათბება ჰაერი და მე მგონი ყველგან ნალექია თოვლის სახით წარმოდგენილი. კოპიტნერსა და ქუთაისში დღეს მოსალოდნელია 3 გრადუსი სითბო, საირმეში კი დღეს -4 გრადუსია მოსალოდნელი, როგორც მაქსიმალური ტემპერატურა. მესტიაშიც -5, ბორჯომში -2, ბაკურიანში -6, აბასთუმანში -4 გრადუსი. ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა.
დღეს 21 თებერვალს ახალციხეში 2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, -1 იქნება გორში, ცხინვალში 2 გრადუსი ყინვა, ასევე და თელავში 0 გრადუსი, ყველგან ნალექი წვიმის სახით და ასევე თოვლჭყაპი და თოვლი. აი პოსეიდონს განსაკუთრებით უხდება თოვლიანი ამინდი და რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გაფიქსირდება 0 გრადუსი. პლუსსა და მინუს შორის იმერყევებს, ასე ვთქვათ, შეეჯიბრებიან ერთმანეთს და გაიმარჯვებს 0. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თოვლი, ნალექი თოვლის სახით და რამდენ ხანს გვექნება საშუალება რომ დავთქვათ იმ სანახაობით, რომელიც ჩვენს ფანჯრებს მიღმა არის, ამას უკვე კობა ფარტენაძე გვეტყვის გადაცემის რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება. ახლა კი გადაავლო თვალი ვალუტის კურსს, თუ როგორია დღეს 21 თებერვალს ეროვნული კურსით ვალუტა. – 21 თებერვლის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 81 თეთრია. 21 თებერვალს 1 ევროს 2 ლარად და 93 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 44 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. მოიმატა ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 273,441 ლარია. 1 ეთერიუმს 7721 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1834 ლარი. და დადგა ტრადიციული რუბრიკის დრო, რუბრიკა დღის კალენდარი, რომელიც ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ისტორიას გვახსენებს. თუ როგორი იყო 21 თებერვალი, გადავალოთ თვალი. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრება ამტკიცებს ქვეყნის პირველ თანამედროვე კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება მე-20 საუკუნეში, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბების ფსიქიკა, ყოფა, ზნეჩვეულება, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და საპარლამენტო პრაქტიკა. კონსტიტუციის შემუშავება 3 წელიწადს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, რომელმაც ფაქტობრივად თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მხოლოდ 4 დღე იმოქმედა. 1995 წლის 24 აგვისტოს 17 საათსა და 50 წუთზე საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ეგრეთ წოდებული იმელის შენობაში 159 ხმით 8 წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. ეს კონსტიტუცია მუშაობს დღესაც. და მოკლედ მეორე ამბავი, რომელიც მე მოგიმზადეთ. 1933 წლის 21 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მომღერალი და პიანისტი იუნის კეთლინ ვეიმონი, ფსევდონიმით ნინა სიმონე. საყოველთაოდ ცნობილია როგორც ჯაზ მუსიკოსი, თუმცა თავად ამგვარი კატეგორიზაცია არ მოსწონდა. რეპერტუარი, რომელსაც ის ასრულებდა, იყო უზარმაზარი სპექტრის. ხეროდა ფოლკლორულ სიმღერებს, თანამედროვე როკის ჰიტებს, ბობ დილანის, ლეონარდ კოენის და ჯორჯ ჰარისონის სიმღერებს, ბერტოლდ ბრეხტის და კურტ ვაილის კომპოზიციებს, ჯგუფ ბი ჯის სიმღერებს, საბავშვო სიმღერებს, ჯაზის სტანდარტებს, გოსპელებს, სპირიჩუელსებს და სხვა. 6 წლიდან მუსიკის შესწავლა დაიწყო და 10 წლის ამ ქალაქის ბიბლიოთეკაში სოლო კონცერტი გამართა. კონცერტმა ღრმა კვალი დატოვა მის ცხოვრებაში, რადგან მის მშობლებს კანის ფერის გამო პირველ რიგში დაჯდომის უფლება არ მისცეს. პირველი რიგი თეთრკანიანი მსმენელისთვის იყო განკუთვნილი. ოჯახის მეგობრების დახმარებით გოგონამ განათლება ნიუ-იორკის პრესტიჟულ კოლეჯში Juilliard School of Music განაგრძო. პარალელურად ის ვოკალის პედაგოგთან აკომპანიატორად მუშაობდა, სასწავლებლის გადასახადი რომ გამოემუშავებინა.
1953 წელს მან Atlantic City-ზე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო მუშაობა, სასცენო ფსევდონიმით ნინა სიმონე. სწორედ მაშინ დაირქვა ნინა, ესპანურად გოგონას ნიშნავს ნინა. სიმონე კი საყვარელი ფრანგი მსახიობის სიმონე სინიორეს სიყვარულის გამო შეარჩია. 1958-დან 93 წლამდე ნინა სიმონმა 60-ზე მეტი დისკი გამოუშვა. სულ ეს იყო დღეისთვის. განვაგრძობთ მომდევნო რუბრიკით, რომელიც ტრადიციულად პარასკევობით გადის. კი ბატონო, გავაგრძელოთ რა თქმა უნდა. 67 წლის მზევინარ თურმანიძე და 79 წლის ვალიკო ბარამიძე ქეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ცხოვრობენ. ერთმანეთი მერისის საშუალო სკოლაში გაიცნეს. მართალია ბაბუ 2 წლით უფროსია, თუმცა ბებოს სიყვარულმა გადააწყვეტინა, რომ ის კლასში ჩარჩენილიყო. თუ რა მოხდა და რა კიდევ დეტალები უკავშირდება საოცარი წყვილის ისტორიას, მოდით მელანო ბალაძის რუბრიკიდან შევიტყოთ. ძველებური ამბები. მაღანწე და იქ რუსის გოგოებში გაერთო. უკვე და ცოტა გავიწყდი. ფოტოებიც ხო მქონდა ალბომში და მოგიხიე. გავიწყდა. ქეთიშე უნდა თქვა მაგის გარეშე. თქვენთან ამბობს თუ არა თქვენ გონიან ასეთი კაია? ეს სულ მეჩხუბება. ხანდახან ზოგ რაღაცებზე. შენო მეჩხუბები ნუსვამო? მოდი ქალო, გევიხსენოთ ახალგაზრდობა. დავათვალიეროთ ჩვენი ალბომი. ალბომს რომ დავათვალიერებდით ადრე ახალგაზრდობაში, დავფურცლავ ერთი ორი გოგო იდგენ ფეხზე ასე ხელს გადაუსვამს. ეს ჩემი ქალი იყო, არ მითხრა. თმინე და ბოლოს ამოუხიე და დავწვი ის ფოტო. აგერ არის ის ფოტო, რომ ამოუხიე ის ლამაზი გოგოს ფოტო რუსის და მეორე ლამაზი გოგოსი ჩაუკარე, რომელიც მის ერთად უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება. აგერა, ერთი დარჩენია, ერთი რუსი გოგოს სურათი დარჩენია, არ ამომიხია. ეს გოგო მეც მომეწონა და არ შემენანა. მე ვარ მზევინარ თურმანიძე. დავიბადე 1957 წელს მერისში, აქაური ვარ. გარეთყეს ეძახიან ჩემს სოფელს. იქ დავამთავრე დაწყებითი სკოლა და გადმოვედი აქ მე-4 კლასში ცენტრის სკოლაში. მე დავიბადე 1955 წელს, ვალიკო ბარამიძე, ყავს 3 შვილი, შვილები, 3 შვილთა შვილი. ბედნიერი ვარ, იმით რომ მესამე თაობა მომესწრა. ლამაზი იყო, ახტაჯაი გოგო არ იყო, წყნარი გოგო იყო და ამიტომ შემიყვარდა. ცოტა ესეთი ბავშვი იყო. ძალიან ზედმეტად ცელქი, არ უჯერებდა მასწავლებლებს. სიმღერა, გართობა, ხუმრობა, ეს ყველაფერი ეხერხებოდა გარდა სწავლისა. მე ვარ ამაზე 2 წლით პატარა და მის კლასში ვსწავლობდი და რატომ? ზარმაცი რო იყო და არ სწავლობდა, ჩატოვეს კლასში. ერთჯერ ჩამტოვეს. სხვათა შორის ბევრ გოგოებს მოწონდათ. უკანა კლასში რომ ეს იყო, ეგი ამოვირჩიე. დამტოვეს კლასში, მე პირიქით გამიხარდა. რომ ამასთან ყოფილიყავ კლასში და ინტერნატში დგებოდა და მე რა თქმა უნდა სახში ვიყავი, ახლა ზამთარში ჩევიდოდი და ფეხზე ვალინკიმეც რა თქმა უნდა და ჩემს სახელს დავაწერდი. დავაწერდი, გადავადგამდი მეორე ფეხს. ლუი იკო და თუ ამან წაიკითხოს მეთქი ინტერნეტიდან. ჩემს სახელს ვერ გაბედავდა რომ დაეწერა. მაშინ როგორ უნდა დამელაპარაკებოდა და ერთმანეთს მასი ახლოს როგორ დაველაპარაკებოდი. სიყვარულობის თავი არ მქონდა, არ მინდოდა, არც სიყვარული, არც ბიჭი, არც ვინმე. უბრალოდ უნდა მესწავლა. გავიდა ბევრი წლები, რომ დამნიშნეს და მოვიდა ჯარში წასვლის დროს ბევრი გამცილებელი იყო მაშინ. ციმბირში მოიხადა ჯარი. და წავიდოდა კაციშვილმა არ იცოდა. თუ ჩამოვიდოდა იქიდან ესეც საკითხავი იყო. შენი იმედი მაქვსო მითხრა. შეგეხუტე რატომ არა? კი, მაგიც იყო და შენი იმედი მაქვსო რომ
დამელოდებიო და აბა შენიციო და რომ წავედი მივედი სახში და რომ ჩავწექი ლოგინში 2 დღე ვიტირე. თურმე შემყარები არც ვიცოდი. 2 წელი მისდიდა. წერილებს წერდა მადლობა მეც. რას გწერდათ? რას წერდა ვიტყვი და მე მოვწედიო ხანდახან სიდედი დეინახავდა. დედაჩემი არ წაიკითხავდა. შენ ცილი არ დასწამო, არ წაიკითხავ და ბალეშის ქვეშ დამხდებოდა ამის წერილი და ყოველთვის რომ ამოვიდოდი, სწავლობდი და რომ ამოვიდოდი ბალეშის ქვეშ შევხედავდი. წერილი არის თუ არა. რაცხას დაწერდა და მე წერტილებით რაცხას და მე ვხვდებოდიო ეს მიყვარხარო. მოვიდა სეზონი, მარტიც ახლოვდება და უნდა ვაჩუქო ახლა ეს ყვავილები. ყვავილებს რომ ვაჩუქებ, იქნებ რამე გამოუსწუო. მაგ რა გინდოდა? ყვავილები ებედი მეუბნებოდი არ მომიტანო დაგიკრიფე ყვავილები და აჰა. მადლობა. შობს გვიან ვიდრე არასდრო. ყვავილების ჩუქება არ იცოდა, დღესაც არ უყვარს მასეთი რაღაცების ჩუქება და რომ ვეტყვი ახლაც, რომ რა მაჩუქე ახლა მარტი მოდის, რას მაჩუქებ მეთქი ჩემს თავსო გეტყვის. დანარჩენ საჩუქარს არ მოგიტა. ჩემი თავი გაჩუქეო. ოჯახი ძირძველიდან მუსიკანტი ოჯახებია მომღერლები. ჩემმა შვილიშვილებმა გააგზავნეს ჩვენი ტრადიცია. გინდა აკორდეონზე, გინდა ფანდულზე, გინდა დოლზე და მე ძალიან მიხარია, რომ როით ნათუამია შვილი უნდა შობდეს მამასაო, ახლა შვილიშვილები მჯობნიან მე. ცხოვრებაში სიყვარულია მთავარი. წმენა და ნდობა. 48 წელი შესრულება ნოემბერში, რაც ერთად ცხოვრობ. აქამდე მოვიტანეთ ჩვენი ცხოვრება შრომით, გარჯით, თავს არ ვზოგავდით, ყველაფერი თავიდან დავიწყეთ გაკეთება და ეს ყველაფერი რაც გადავიტანეთ, ღირ და ამან. დიდი მადლობა, ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენ. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ახლა ჩვენს ეთერში ვებსიახლეების დროა. გახმაურებული და მრავალი ნომინაციის მქონე ფილმის ალქაჯის ვარსკვლავი სინთია ერივო საკულტო მიუზიკლში იესო ქრისტეს სუპერვარსკვლავი იესოს როლს შეასრულებს. ტიმ რაისისა და ენდრიუ ლოიდ ვებერის ნაწარმოების დადგმისთვის თეატრალურმა რეჟისორმა სერხიო ტრუხილომ გარდაქმნა. სპექტაკლი 3 დღის განმავლობაში 1-დან 3 აგვისტომდე ლოს-ანჯელესის ამფითეატრში ჰოლივუდ ბოულის სცენაზე ჩატარდება. იესო ქრისტეს სუპერვარსკვლავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული და პოპულარული მიუზიკლია. ტრუხილოს თქმით, სინტია ერივოს მონაწილეობით მიუზიკლი თავის როკ საფუძვლებს დაუბრუნდება. ნამუშევარი იესო ქრისტეს გარდაცვალებისა და აღდგომის ისტორიას მისი ბიბლიური გამცემის იუდა ისკარიოტელის პერსპექტივიდან გვიამბობს და განიხილავს იესოს ურთიერთობას მის მოწაფეებთან და მარია მაგდალინელთან. სინტია ერივო, რომლის ვოკალურმა შესაძლებლობებმა და ალქაჯის როლმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მიუზიკლში მონაწილეობის მიღების გამოცდილება უკვე აქვს. მან 2020 წელს მარია მაგდალინელის როლი ითამაშა. ერივომ ეს სიახლე თავის ინსტაგრამ გვერდზე გააზიარა და დაწერა: ზაფხულში ცოტა დაკავებული ვიქნები, ვეღარ ვითვენ. სინტია ერივოს გარდა კასტის სხვა წევრების ვინაობები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა როგორც მიუზიკლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, დასში კიდევ ბევრი ვარსკვლავის სახელს უნდა ველოდოთ. ნახოთ როგორ ჩაივლის და როგორ ჩატარდება ეს არაჩვეულებრივი მიუზიკლის პრემიერა. ახლა რაც შეეხება მეორე ამბავს, ბიანკა ბალტი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, ახალ ფოტოებს აქვეყნებს. იტალიელმა მოდელმა ბიანკა ბალტიმ, რომელსაც გასულ წელს საკვერცხის კიბოს მესამე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, ინსტაგრამზე ახალი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს. ბიანკამ რამდენიმე ფოტო გააზიარა, რომელშიც ფოტოგრაფ ლურეცია განაზოლის ობიექტივში პოზირებს. სურათებზე მოდელი თმის გარეშეა. როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, რატომღაც ვიცოდი, რომ ამას გაუმკლავდებოდი, მაგრამ ძალიან ნერვიულობდი, რომ ვეღარ შევძლებდი ოჯახზე ზრუნვას. ჩემი პროფესია ყოველთვის იყო ბიბმული ჩემს გარეგნობასთან. მუცელზე ნაწიბურები მაქვს, თმა აღარ მაქვს. მე აღარ ვჯდები მოდელის სტანდარტებში. საწოლში იძულებითი წოლისას ვფიქრობ ჩემს თვითშეფასებასა და პროდუქტიულობაზე. წერს 40 წლის ბალტი.
გასული წლის სექტემბერში ბიანკა ბალტიმ განაცხადა, რომ მას საკვარცხლის კიბოს მესამე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. 2 წლის წინ მოდელს ორმაგი მასტეტქომია ჩაუტარდა მკერდისა და საკვარცხლის კიბოს გენეტიკური მიდრეკილების გამო, მაგრამ მაშინ საკვარცხლების ამოღების გადაწყვეტილება მომავლისთვის გადადო, რადგან შვილის გაჩენა კიდევ სურდა. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მოდელი, როგორც ჩვენ ხედავთ, აგრძელებს საქმიანობას და პარალელურად გულმოდგინედ ებრძვის სიმსივნეს. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაამარცხებს ამ ვერაგ დაავადებას და სრულყოფილით დაუბრუნდება თავის საქმიანობას. და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ახლა ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. აჭარული განდაგანა ფრანგულად გააჟღერდა, შეიძლება ითქვას. პოპულარულმა ფრანგმა რეპერმა გიმსმა განდაგანა ფრანგულ ენაზე შეასრულა. განდაგანას ეს ფრანგული ვერსია რეპერმა პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეასრულა, რამაც სრული ახტაცება გამოიწვია მაყურებლის და მსმენელში. ცოტა ხანი მოვესმინოთ. როგორც მომღერლის ადმინისტრატორი აცხადებს, უახლოეს მომავალში სტუდიაში ჩაიწერება განდაგანას ფრანგული ვერსია და ფრანგი შემსრულებელი ამას თავის Instagram გვერდზეც აანონსებს. ახლა როგორც კადრებში ვხედავთ. საინტერესოა რა ტექსტია, თუმცა მისამღერი არის შეუცვლელი. უნდა აღინიშნოს, რომ გიმსი ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ბომბარდირის გიორგი მიქაუტაძის საყვარელი შემსრულებელია და ძალიან კარგ ვერსიას, აჭარულის კარგ ვერსიას უნდა ველოდოთ მისგან. რა ვიცი, მოუთმელად დაველოდებით, თუ სად რა ვითარებაში მოისმინა გიმსმა აჭარული ეს არ ვიცით, ჯერჯერობით უცნობია, როგორც კი გავიგებთ, აუცილებლად შეგატყობინებთ. ასეთი იყო ვებსიახლეები, ახლა კი კობა გველოდება. მანამ შეგვიძლია შევხედოთ სამზარეულოშიც, შესაძლებელია რომ მოვასწროთ. შევხედოთ სამზარეულოში, მაშინ ვნახოთ, რაც შემოგთავაზებს ამჯერად ქეთა თხილაიშვილი. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს ვიწყებთ სტაფილოს და ვაშლის სალათით. ეს არის სალათი, რომელიც არის ძალიან უცხო, თან ასევე ბევრი მეუბნება იმას, რომ არის ძალიან გემრიელი და თავისებური გემო აქვს, ამიტომ მინდოდა რომ თქვენთან ერთად მესალა და თქვენთვის გავეზიარებინა ჩემი აზრი ამ სალათთან დაკავშირებით და ასევე თუ როგორ მზადდება. დაგჭირდება რა თქმა უნდა ორი მთავარი ინგრედიენტი სტაფილო და ვაშლი, დაგჭირდება მწვანე ხახვი, დაგჭირდება ყველი და მაიონეზი, ასევე ნიორი. ალბათ ყველაზე რთული ამ სალათში ის არის, რომ უნდა დავხეხოთ კარგად სტაფილო. ვიღებთ სტაფილოს, ვიღებთ სახეხს. ვიწყებთ. ესეც ასე, სტაფილო დაჭრილია, ეხლა მოვაშოროთ. ესე და გადავიტანოთ ცალკე ჯამში. აი ასე, ეხლა მოვიდა ჯერი ვაშლი, ავიღოთ ვაშლი და დავჭრათ 4 ნაწილად. რა თქმა უნდა, გული არ გჭირდება, ამიტომ გადავდოთ აქ და შევუდგეთ ვაშლის დახევასაც. არ გჭირდება ჩვენ ვაშლის კანი, ამიტომ აი ეს რბილი მხარე ჩამოვხეხოთ უბრალოდ. აი ეს. ესეც ჯამში გადავიტანოთ. ავიღოთ ახლა მწვანე ხახვი. პატარებად დავჭრათ. საკმარისია ეს.
ახლა დავწერთ მეორე. აი ეს. გადავიტანოთ ახლა ყველი. დავამატოთ მაიონეზი. და ამოვურიოთ ახლა კარგად. რა თქმა უნდა, არ დაგვაუწყდეს მარილი და შავი ბულბული. ეს ასევე არის გადასარევი იმის, რომ გამოიყენოთ გარნირად, თან არის შესანიშნავი სალათი, რომელიც ბევრ რაღაცას მოუხდება ჩემი აზრით. დავსერვიროთ ახლა. გემრიელია, მართლა არ მოველოდი ასეთ გემრიელს. მართლა შეგიძლიათ რომ გარნირადაც გამოიყენოთ, იმიტომ რომ კარგად გამოდგება გარნირისთვის, ასევე ხორცას მოუხდება ეს სალათი. მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან გემრიელია. ამით გემშვიდობით, მომდევნო რუბრიკამდე კეთილი სრულებით ნახვამდის. ძალიან ჯანსაღი კერძი იყო და ვფიქრობ, კარგი იდეა თქვენთვის, თუმცა ნახეთ, ყობა შემოგვიერთდა და უკვე ყობა სტუდიაში ხარ, გისმენთ, გილოცავთ, გვიხარია. რას ულოცავთ? მოგესალმებით, ნამდვილად სასიხარულო ამბავია ჩვენს ქალაქში, როგორც იქნა მშრალი თოვლი მოვიდა და ტემპერატურა 0 გრადუსია, რა ვიცი, ირგვლივ მე მგონი ყველა ბედნიერია. ნამდვილად აღარ წუწუნებენ გუშინდელი დღისგან განსხვავებით ვინაიდან თოვლი უფრო კარგი ხარისხისაა და შესაბამისად დღეს მინდა გითხრათ, რომ ისევ გაგრძელდება თოვა ჩვენს ქვეყანაში, ზოგან ისევ ძლიერად, ზღვის მხარეს წეღან ელჭექი შეინიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემ გამოანათა, მაგრამ ახალი ჰაერის მასები მოდის, რა თქმა უნდა, ისევ ცივი და ამიტომაც ისევ გაგრძელდება თოვა ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა გითხრათ, ვინაიდან არ გვაქვს დიდი დრო საინფორმაციო, მალე დაიწყება, ვუსურვებ სულხანს, რომ კარგი ამბები გვითხრას და ესეთი მშვენიერი დღე არ გაგვიფუჭდეს და მოკლედ გეტყვით თუ როგორი ტემპერატურული ფონი გვაქვს საქართველოში დღეს მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსი იქნება სანაპირო კურორტებზე, რაც შეეხება აღმოსავლეთის ბარს -1 +1 გრადუსია მოსალოდნელი და თაში 0-ს ქვემოთ ყველგან, მაღალმთიან ზონაში კი ყინვა იქნება -7, -9 გრადუსი. თქვენ ასევე ჩემთან ერთად გაქვთ შანსი გადახედოთ ტემპერატურებს ჩვენს ქვეყანაში, როგორია ამა თუ იმ რეგიონში, მაღალმთიან ზონაში, ზამთრის კურორტზე თუ დაბლობსა და ბარში. მე კი სანამ თქვენ ტემპერატურულ ფონს უყურებთ ჩვენს ეკრანზე, მირჩევნია უფრო მეტად სიღრმისეულად ვისაუბრო, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ინტენსიურად დაიწყო გადმონაცვლება უკვე გუშინდილიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასებმა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ არქტიკული ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც ასევე მთელს ქვეყანაში ტემპერატურა მკვეთრად დაიცა და გათოვდა ყველგან. ბუნებრივია, როგორც ხდება ხოლმე, ნალექის დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში აღინიშნა და უკვე დღესღამით სანაპირო კურორტებზე. ასე გაგრძელდება საქართველოში ხვალ და ზეგ. აი როგორც ახლა, ასე დილის საათებში, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მაგრამ ღამით ისე ვითოვებს და ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ახალი ნაკადი შემოვა ჩვენს ქვეყანაში
23 თებერვალს, ანუ 23 თებერვლიდან ისევ განახლდება ეს შედარებით შეწყვეტილი ნალექი ჩვენს ქვეყანაში. 23-შივე საღამოს ძალიან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და 24-25 თებერვალი საქართველოში ისევ თოვლიანია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ისევ ძლიერად ითოვებს. მოკლედ, ეს არ არის დასასრული, ეს მზიანი ამინდი თოვლიანი პერიოდის ისევ გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში და მოკლედ 2025 წლის თებერვალი და ზამთრის ბოლო დღეები ნამდვილად დაგვამახსოვრდება ისევე როგორც გასულ წლებში ვიხსენებდით 2016 წლის თებერვალს, როდესაც ჩვენს ქალაქში დიდი და მშვენიერი თოვლი მოვიდა. დატკბით ისიამოვნეთ უკვე გამოიდარა, მაგრამ თავა ისევ გაგრძელდება და დღეს შეგვიძლია დავტკბეთ თოვლის ფიფქებით ისევე როგორც ამ წუთას ვებით ნამდვილად ყობა კიდევ ერთხელ გაგმეორე რამდენ დღეს გასტანს თოვა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საქართველოში დღეს ისევ გაგრძელდება თოვა, ხვალ და ზეგ ცოტათი შერბილდება დღისით და ზეგვე საღამოს გაძლიერდება ქარი და 24-25 თებერვალი ჩვენს ქვეყანაში ისევ თოვლიანი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ყობას ვემშვიდობებით და ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვების დრო დგება. სულხან წულკიდეს მივესალმებით. მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ბედნიერ წარმატებულ და ბევრ სიხარულიან დილას გისურვებთ, ახლა კი ახალი ამბების დრო. ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს გავრცელებული ინფორმაციით ის სასტიკა და ნაცემი. პაციენტს დაზიანებები აღენიშნება სახისა და სხეულზე. ექიმების ინფორმაციით მის სიცოცხლის ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. პიროვნებამ, ვინც პაციენტი კლინიკაში მიიყვანა, განაცხადა, რომ ნაცემი ქალი უგონო მდგომარეობაში ქუთაისის მიმდებარედ გზაზე იპოვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია ისევ გაიმართა პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ამასთან აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართავენ ბათუმში დაკავებულ მეტროშე თემურ ქათამაძის. TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილს სასამართლომ 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა გადაწყვეტილება მოსამართლეელად საგარეიშვილმა მიიღო. ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს გამოძიება მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას დედავება. ბათუმში მეორე დღეა თოვის ქალაქის მერიის ინფორმაციით გუშინ თოვის გამო მერიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდნენ. ზღვაში გამსვლელი არხები და სანიაღვრე ქსელი გახსნილია, მერიის პრესამსახურის ცნობით მობილიზებულია სპეცტექნიკა და თანამშრომლები. ისრაელის ქალაქებში ბათიამსა და ხოლონში ავტოსადგომებზე 3 ცარიელი ავტობუსი აფეთქდა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა, პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს 2 სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით ეს მოწყობილობები ხოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით პრემიერმა ისრაელის თავდაცვის ძალებს დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა. ისრაელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელთან კით კელოგთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ზელენსკი შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის ძლიერი ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ზელენსკის განცხადებით, ომი სულ პირველივე წამიდან უკრაინამ მშვიდობას ეძებდა. უნდა და შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს, რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება. მისით მით უკრაინის შეერთებული შტატების ძლიერი ურთიერთობები მთელ მსოფლიოს არგებს.
ტრამპს ვეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ვაშინგტონში ვიზიტი რამდენიმე დღეში შედგება. კითხვებზე პასუხისას მაკრონმა გააჟღერა, თუ რის თქმას აპირებს დონალდ ტრამპისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ხვებში გარკვეულ ბუნდოვნებას აჩენს, ვინაიდან ყველაფრის გაკეთება შეუძლია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურია, თავისუფალი სისტემითაა არჩეული და არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ამას არ შეუძლია. ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხესურიანმა ხლიფ-ფარიკაობაში ოქროს медаლი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯულია მარკოვსკა 15-5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15-12 წლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია, მთავარს 10 საათიდან ჩემი კოლეგა სოფო ხელაძე გაუძღვება, მე კი შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით. ნახვამდის, სულხან გემშვიდობებით. ჩვენ კი ბუნებრივია ვაგზელებთ ჩვენს გადაცემას და ახლა მცირე ანონსის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში, გადავავლოთ თვალი თუ რა მოხდება გადაცემის მეორე ნაწილში. გადაცემის მეორე ნაწილში სპორტული ამბები კი ჯიჯისგან გელოდებათ. არ გამოტოვოთ ინტერვიუ ბათუმის დინამოს მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან. 21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. ამიტომ უყურეთ და უსმინეთ დილის რადიოს, რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. როგორ გათოვდა ბათუმში? ნიკოლოზ კილაძის რეპორტაჟში. წინ თოვლიანი უქმეები გველოდება. ამიტომ შინ დარჩენა პლედის მოფარება და საყვარელი წიგნის კითხვა უალტერნატივო აქტივობა იქნება. სტუმართან ერთად გაგიზიარებთ თოლში საკითხავ წიგნებს. გადაცემის მესამე ნაწილში სხვადასხვა ტრავმის, დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ როგორ შევარჩიოთ სწორი მეთოდი ორგანიზმის ფუნქციონირების აღსადგენად. იხილეთ ანა გოგიტიძის სიუჟეტი. რა არის ძირითადი მოტივი, რომელიც ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობისკენ უბიძგებს და როგორ ხდება სამედიცინო მომსახურების მიღება ქვეყნის გარეთ. დეტალებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. და დროა გადავიდეთ ჯიჯისთან. ჯიჯი მოგვიმზადა ვრცელი ინტერვიუ ბათუმის დინამოს მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად, ასე რომ ნახოთ ინტერვიუ. მოგესალმებით დილის ტალღის მაყურებელს, მოკლედ ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დღევანდელი ჩვენი რუბრიკის მთავარი თემა დინამო ბათუმის შეკრება თურქეთში დასრულდა. თითქმის ერთი თვე გუნდი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, გაიარა სამწვრთნელო შეკრება და მე მაყურებელს შევპირდი რამდენიმე დღის წინ, რომ ჩავწერდი ინტერვიუს ბათუმის დინამოს მთავარ მწვრთნელთან, გია ჭიაბრიშვილთან და რა თქმა უნდა, უკვე ეს პირობა შევასრულე და ჩემთან ერთად არის ბატონი გია, დილომშვიდობისა, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხართ და არასდროს არ ამბობთ უარს ინტერვიუზე, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენთვის სპორტის ჟურნალისტებისთვის. მოკლედ დავიწყოთ საუბარი შეკრებაზე, რომელიც თურქეთში გაიარა გუნდმა ანტალიაში. თითქმის ერთი თვე იყავით თურქეთში, რომ შევაფასოთ ეს შეკრება, როგორ ჩაიარა, ხართო არა კმაყოფილი და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. კმაყოფილი ვარ იმ გაწეული სამსახურით, რაც გუნდმა გაწია, სტაფმა გაწია, რაც დაგეგმილი ქონდა გავაკეთეთ, რაც შეეხება ამ ხანაგურ თამაშებს. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ არასდროს არ ვაქცევთ ყურადღებას, არ მოგება წაგებას, იქ სულ სხვა პროცესი მიდის. უფრო მეტად ეს იყო გუნდის მშენებლობა და დავიწყეთ რაღაც პროცესი, რომელიც რთული პროცესი გამოდგა და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს წინ სამუშაო, რომ რაღაცას დავამსგავსოთ გუნდი, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს შედეგობრივად მაინც როგორც არ უნდა იყოს, თამაშობ მოგება გინდა, ყველა თამაში დავმარცხდით, არ იყო შედეგობრივად კარგი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში შედეგი მეორე პლანზეა. კარგი არის, როდესაც ემზადები, როდესაც საფუძველს ყრი და თან ამ ხანაგურებიც კარგად გამოგდის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენზე ბევრაძლიერები იყვნენ ამ მოცემულობაში, ამ დროისთვის ის მოწინააღმდეგეები. დანარჩენი ყველაზე მთავარი სამუშაო რაც იყო, ის იყო ფიტნეს მხარე, რომელიც ესე ვთქვათ, საძირკველი ამ გუნდის, რითიც მთელი სეზონი უნდა განვლოთ და ჩვენ ეს ფიტნესი ყველაზე მნიშვნელოვანია შეკრების დროს და
რაღაც ტაქტიკური რაღაც მომენტები, რომელიც ნელ-ნელა უნდა დაგველაგებინა, რომ ამ პირველი ტურისთვის უკვე რაღაც გუნდის სახე მიგვიღო, მოგეხსენებათ, რომ ახალი გუნდი არის, ძველი გუნდიდან ფაქტიურად არაფერი არ დარჩა, რაღაცა დიდი პროექტი დამთავრდა, რომელიც წამოიწყო გუნდის ხელმძღვანელობამ, არჩილ ბერიძემ და მისმა გარემოცვამ და მისმა სტაფმა, რომელიც ძალიან კარგ შედეგამდე მიიყვანეს. ყველას მოიხსენება 100 წლის განმავლობაში პირველად გახდა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი და გაიმეორა და ბოლო 5 წლის განმავლობაში მეორე ადგილის ქვევით არ ყოფილა თუ ამ ბოლო სეზონს არ ჩავთვლით და ეს იყო რაღაც ერთი დიდი რაღაცა ძალიან ძლიერი პროექტი, რომელიც ბათუმის დინამო აი ამ კუთხით შედგა ყველასთვის გასათვალისწინებელი ძალა, ყველასთვის საქართველოსთვის ყოველ შემთხვევაში არის ლიდერი და ეს იყო ძალიან კარგი სამუშაო, რომელმაც ჩემი აზრით გაიარა და გაჩერდა ეხლა აი ამ ნიშნულზე, საიდანაც ვიწყებთ, ალბათ ახალი უნდა დავარქვათ, იმიტომ იმ გუნდიდან არც ფეხბურთელები დარჩნენ, სულ 8 ფეხბურთელია, დანარჩენი სულ ყველა წავიდა, უკვე 22 ფეხბურთელი 24 წლიდან, რომელმაც გუნდი დატოვა და ეს ახალი მოყვანილი ფეხბურთელები 19-დან ამოწეული 5 ფეხბურთელი და ეს ძველი გუნდიდან დარჩენილი ის 8 ფეხბურთელია, ეს რაღაც სინთეზია და მთლიანად ახალი გუნდი შენდება და შეიძლება თქვათ, რომ უკვე დასრულდა გუნდის დაკომპლექტება, თუ კიდე არის რაღაცა კომპონენტები, რომელიც არის გასაუმჯობესებელი, რომელიმე ფეხბურთელიზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ უკვე ეს საბოლოო სახე მიიღო ყველაფერი. არა, საბოლოო სახე არ მიუღია. ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით, რამოდენიმე ფეხბურთელთან გვაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ თუ როგორ მივიყვანთ ამას ბოლომდე, მაგრამ ყველაზე მთავარი დღეს არ არის იმაზე საუბარი თუ როგორი ფეხბურთელები ან მოვიყვანეთ, ან როგორი ყველაზე მთავარი არის, აი როგორც რაღაცა პროექტს რო იწყებ და აი სახლის მშენებლობას და საძირკველს რო ასხავ და ზევიდან არ ჩანს არაფერი რასაკეთებ, აი ეს არის ძალიან რთული იქნება მე მესმის გულშემატკივრის და ეს პროცესები არ ჩანს ახლა რაც დავიწყეთ, ახალი რაღაცა შენდება რა და ეს თვალსაჩინო გახდება რამოდენიმე თვეში, წელიწადში, როდესაც უკვე აი როგორც კორპუსი შევადაროთ ამ შენებაში, საძირკველი არ ჩანს, მაგრამ როგორც კი ამოვა, მე რაღაცა ხო და ეს საძირკველი დღეს არის ეს ყველაზე მთავარი მომენტი, რომ გუნდმა რაღაც სახე მიიღოს. კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან ცოტა იყო ის შანსები, რომ ესეთი გუნდიც შეგვეკრა, იმიტომ რომ სეზონის შემდეგ უმეტესი ფეხბურთელი წავიდა. და ანუ ამ ნიშნულიდან მე პირადად როგორც თავმჯდომარეს არ დამიწყია მუშაობა. მოდი დავიწყოთ შევხედოთ ამ ყველაფერს გულშემატკივრის თვალით, რა თქმა უნდა გულშემატკივარს უნდა კარგია ხედავს ალბათ დარწმუნებულია რომ რაღაცები ანუ საძირკველიდან იწყება და ну რა თქმა უნდა ხო ვისაც უყვარს ფეხბურთი ამ ყველაფერს ალბათ ყურადღებით აკვირდება. მაგრამ გულშემატკივარს მაინც შედეგზე აქვს ორიენტაცია გაკეთებული, უნდა რომ საკუთარი გუნდი ნახოს სულ გამარჯვებული და ასე შემდეგ. გულშემატკივრის თვალით რო შევხედოთ, აი როდის შეიძლება მივიღოთ შედეგი, როდის დასრულდება და აი როდის უკვე ვნახავთ ისეთ გუნდს, რომელსაც ელოდება გულშემატკივარი, თან შეგვიძლია თქვა, რომ საკმაოდ პრეტენზიული გულშემატკივარი ყავს ბათუმის დინამოს. ძიძი მე აქ ზუსტად იმიტომ ვარ თქვენთან ახლა სტუდიაში, რომ მე ვესაუბრო გულშემატკივარზე და დავანახო ეს ჩვენი გადმოსახედიდან თუ რა პროცესები არის რა და კონკრეტული ამის დრო ძალიან ძნელი განსასაზღვრია. მე 3 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ამ 3 წელიწადში პირველი წელი არის რომ გუნდის შენებას და ყველაზე კარგი ჩვენი მოლოდინი არის რომ ევროტურნირების საგზური პირველ წელს მოვიპოვოთ. მეორე წელს ეს აუცილებლობაა და ამ 3 წლის განმავლობაში ჩემპიონობა არის, რომელსაც უნდა მივახციოთ. ოღონდ ეს პირველი წელი არის ახლა კიდევ ერთხელ ვიძახი, თან ამ შენების პროცესში ძალიან რთული არის, ბევრი რაღაც არის აი თუზე გაგიმართლებს თუ არა ეს ტრანსფერი როგორ შეეგუება ფეხბურთელი ჩამოსული, იგივე ვინც დაიტოვე, იგივე შენი სამუშაო, ხო მეც პირადად ჩემ თავზე ვიძახი, რომ მეც სხვადასხვა გუნდში მიმუშავია, მაგრამ აქ ხო არ ყოფილა, არ მიმუშავია კონკრეტულად ბათუმში, არ ყოლია ესეთი გულშემატკივარი, პრეტენზიული, მოლოდინი, წნეხი, ბევრი რაღაც არის, რაც ჩვენ ყველას ერთად გადასალახი გვაქვს. უბრალოდ მე ეს სურვილი მექნება, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ შრომას და
ამ გულით ყოფნას არაფერი წინ არ უდგას და ეს ბოლომდე იქნება და შედეგი აუცილებლად მოვა. უბრალოდ მე მინდა რომ გულშემატკივრის მოლოდინები რაც შეიძლება მალე გავამართოთ. მე არ ვიძახი რომ ამ წელს ჩვენ არ გვექნება ამბიციური რაღაცა ან ეს პროექტი ამბიციური არ არის, ან სურვილი არ გვექნება, ან მე თავიდანვე ვიძახი რომ არ ჩემპიონობის არ ვიბძვით ან ასე. როგორ შეიძლება ახლა მწვრთნელი გადიოდეთ ამაზე და მოსაგებად არ გადიოდეთ. თუ გადიხარ მწვრთნელი სტაფი გუნდი ყოველ თამაზე მოსაგებად, ნუ სად მიდიხარ, ხო? ანუ ჩვენ გვინდა ეს უბრალოდ როგორ გამოვა, მე არ მინდა რომ ტყუილი ვთქვა, მე არ მინდა რომ მაყურებელი გულშემატკივარს რაღაც მოლოდინი შეუქმნა ისეთი, რომელსაც მე არ ვფიქრობ ესე და ეხლა არ ვფიქრობ რომ ჩვენ ეხლავე ვართ მზად ჩემპიონობისთვის. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩემპიონი ვერ უნდა გახდეს. სიტყვაზე შეიძლება გახდეს, შეიძლება ვერ გახდეს. მაგრამ თავარი ეხლა როგორც თავიდან ვკითხეთ რა, მოლოდინი რა არის და მოლოდინზე არ არის. როგორ გავწერეთ ეს ყველაფერი, რომ ეს წელი არის წელიწადი, რომელიც ახალი რაღაცა პროექტი იწყება და გუნდი შემდგება. ბევრ რაღაცაზე არის ძალიან კიდე დამოკიდებული და მე წინა მიმოვლენად მქონდა ინტერვიუ და ზუსტად ეს თქვი, რომ ჩემთვის ყოველთვის რთულიც იყო და ყოველთვის, აი როგორ გითხრათ, წვნელად გრძნობდი თავს აქ. ესეთი გულშემატკივრობა, როცა აქ ჩამოდიოდი როგორც მოწინააღმდეგე, როგორი გულშემატკივარის ბათუმის დინამოს ყავს, აი ამ სტადიონს რა აურაც აქვს, რასაც ქმნიდნენ, ეს იყო ყველაზე მთავარი ჩემთვის და წაგებულ თამაშს წავსვლა აქედან და ნასიამოვნები ყოფილა აი ამ გარემოთი და მინდა რომ ერთი ეს ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს გარემო ჩვენ მოგცემს იმის საფუძველს, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. თუ იქნება, ეხლა მე მესმის გულშემატკივარი, თუ აქ იჯდება, მე რო არ შემიძლია რაღაც გაკეთება და ჩემ ფეხბურთეს გულშემატკივარი არ მაწევს ამის საშუალებას. თემა შეეხეთ გულშემატკივარი, ნამდვილად სოციალურ ქსესაც გადავალოთ, არის ეს გულშემატკივართან, ახლა მე მიწევ შეხვედრა, ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ არის ბათუმის დინამოს გულშემატკივარი. არის რაღაცა ნიჰილიზმი, არა მარტო ამ შეკრების გამო, რა თქმა უნდა, გასული სეზონიც ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდმა ჩააგდო, იმიტომ რომ მეოთხე ადგილს მაინც მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ძალიან კარგი პერიოდი ჰქონდა წლების განმავლობაში ბათუმის დინამოს, მაინც თვლიან, რომ მეოთხე ადგილი არ არის ის ადგილი, ბათუმის დინამო უნდა იყოს და გულშემატკივარის რაოდენობა მიკლოს სტადიონზე. აი თქვენ რომ მიმართოთ, აი უთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ყოფნა და არა ისო გუნდი როცა აგებს, მაშინ გუნდი უნდა მიატოვო. პირიქით მე პირადად ერთი როგორც იგივე გულშემატკივრის, ჩემი აზრით პირიქით უნდა იყოს, როდესაც გულშემატკივარი ტოვებს გუნდს როცა იგებს, მაშინ შეიძლება ეს, მაგრამ როცა აგებს პირიქით მის გვერდით უნდა იყოს. სიტის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მილიარდები იდება იმ გუნდში და ძალიან ბევრი თამაში წააგო მიჯრით, მაგრამ გულშემატკივარს ის არ მიუტოვებია, დღემდე გულშემატკივრობენ და შედეგი რა თქმა უნდა მოვა. აი ამ კუთხით რო ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გვერდში დგომა. მე აი მაგ აზრის დასრულება გამომდის, რაც ვერ დავასრულე კითხვას დაველოდე და იგივეს ვიცახი, აქ იყო ყოველთვის ის ატმოსფერო, რომელიც შენ თუ არ შეგეძლო თამაში. გულშემატკივარი გაიძულებდა რომ გეთამაშა. როცა აღარ შეგიძლია ფეხბურთელი მინდორზე იღლება მწვრთნელი გონებრივად რაღაცებს გარეთ ფსიქოლოგიურად რაღაცებს რო აღარ შეგიძლია, მე არის ეს გულშემატკივარი, რომელიც გაიძულებს რომ ეს გააკეთო. კარგი გაგებით გვერდში გიდგას გულშემატკივარს განხნევებს, ტას გიკრავს და შენ ამას ვერ ეგუები რაღაცა რო არ გამოდის. და როდესაც ეხლა ესე იკლო გულშემატკივარი, მე გულშემატკივარის გადმოსახედიდან დავამაშავე ხო არ მოწონთ თუ რასაც თამაშობთ. და მე მესმის ეს, რა არის ფეხბურთი, ხო, არის სანახაობა, უნდა მოგწონდეს, რასაც უყურებ და საქართველოში კიდე პლუს შედეგი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მარტო ერთი მხარე არ არის. ერთიც უნდა იყოს და მეორეც, რა და მე მესმის ამ ადამიანებს, უბრალოდ მე მინდა რომ მათ იცოდნენ, რომ ესენი არიან, ვინც ჩვენ შეგვაძლებინებს იმას, რაც არ შეგვიძლია. და პლუს ამას აი ახლა რომ გავიხსენოთ, ცოტა ხნით უკან რო წავიდეთ და პანდემიის მომენტი რო გავიხსენოთ, რა და ხო არ უშვებდნენ ინგლისის ჩემპიონატიც უფერული გახდა. აღარ იყო, ხო, ინგლისი იმიტომ ვიძახი, რომ ჩემთვის ყველაზე სანახაობრივი არის და ისიც კი გულშემატკივრის გარეშე ჩემთვის გახდა რაღაც ვარჯიში, რა და ჩვენ თუ რაღაცას ვერ შევძლებთ, მინდა რომ მათ შეგვაძლებინონ. აი ეს არის ჩემი მოლოდინის თხოვნაც და ჩვენ კიდე ყველაფერს ჩვენის მხრივ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. კარგი, ახლა ჩავშალოთ უშუალოდ გუნდის მომზადების პროცესი. აი ყველაზე მეტად თქვენი აზრით რა პოზიციაზე არის გასაძლიერებელი, რა პოზიცია გვიჭირს და ასე შემდეგ, ანუ უფრო მეტი სამუშაო სად არის რომელ პოზიციაზე? უფრო მეტი სამუშაო არის გუნდის შეკრა. დღეს
აი მაგას ვიძახი ამდენი ახალი ფეხბურთელისგან ხო არ არის ესეთი მომენტი რომ შენ ამ პოზიცია გიჭირდეს უფრო მეტად ან რაღაცა ეს არის ახლა გუნდი რომელშიც ყველა ახალი არის თითქმის ყველას თავისი რაღაცა ამბიცია აქვს ყველას თავისი როლი აქვს ეხლა უნდა დავждეთ ჩვენ ყველაზე მეტი აი რაც გვიჭირს არის რომ ეს მოცემულობა მივიღოთ ის რომ ერთ გუნდად ჩამოყალიბდეთ ერთი მიზნის ქვეშ გავერთიანდეთ რა ეს არის ყველაზე მეტი სამუშაო პროცესში გამოჩნდება ჩვენ რაღაცა მოლოდინი გვაქვს რომ კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ ზოგისთვის ესეა ზოგისთვის გულშემატკივარს რომ მეტი უნდა ზუსტად ვიცი მეც არაერთხელ მithქვას რა ეხლა ხავი და ინიესტა მომწონს მეც და ზუსტად ვიცი როგორი ფეხბურთელი მინდა რომ მე გუნდში მყავდეს მაგრამ არის რაღაცა შესაძლებლობები და ეს არ არის მატერიალური ხშირად მესმის აი გულშემატკივარს მოუმართავს მithქვას რომ რატო არ ჩამოყავს უკეთესი ანუ ფულს არ გაძლევენ ფულზე არ არის ეს ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატში რაღაცა კატეგორიის ფეხბურთელები ჩამოდიან რა იმაზე უკეთესი ფეხბურთელები რომ ჩამოვიდნენ საქართველოში უკეთესი ჩემპიონატი ჭირდება არა მარტო ფინანსები აი პირობა გაშუქებიდან დაწყებული აი ეს ამდენი ადამიანი რაც ბათუმში ხდებოდა წლების განმავლობაში ყველგან ეს უნდა ხდებოდეს რომ უნდადეს ფეხბურთის აქ ჩამოსვლა რა და ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული მე ვფიქრობ რომ ესე კონკრეტული რაღაც წერტილოვანი გაძლიერება გამოჩნდება ნახევარი სეზონის შემდეგ. თუ ჩვენ უნდა პროცესი ვნახოთ, ბევრ ფეხბურთელზე ჩვენ შტაბეშტილება ბოლომდე არ გვაქვს შექმნილი, იმიტომ რომ ერთი არის თავის გუნდში როგორ თამაშობდა, მეორე არის შენ გუნდში რაც ისავს და ყველა ახალ ფეხბურთელს, ქართველი არის, უცხოელია, არ აქვს მნიშვნელობა. ადაპტაციისთვის რაღაცა დრო ჭირდება, მწვრთნელის მოთხოვნების, სტაფის, გარემო, ყველაფერი ის არის რა. ძალიან რთული არის ეს ჩამოხვიდე მით უმეტეს უცხოელებისთვის და ზოგისთვის ეს ძალიან მარტივად ხდება. ზოგისთვის ამას ზოგისთვის ძალიან რთულია. ეხლა მაგალითად მე და თქვენ რომ ვიმგზავროთ, ხო? ეხლა თქვენ რას აკლიმატიზაციას რო გაივლით, რომ ჩავფრინდებით სადღაცას. მე დამჭირდება რამოდენიმე დღით მეტი, იმიტომ რომ ძალიან რთულად გადამაქვს მარტო მგზავრობა, სახლიდან გასვლა. ანუ ყველა ადამიანი ერთი და იგივენაირად არ არის, ხო და პლუს ამას დრო ამ ყველაფერს, აი ამ პროცესს დაჭირდება მეტი დრო და უკვე კონკრეტულად მაყურებელიც ჩვენს ყველა ერთად დავინახავთ თუ რა პოზიციებზე გვაქვს ჩვენ გასაჭირი საქართველოს ჩემპიონატზე დღეს საუბრობთ ჩვენ გუნდის გაკეთებას ისეთი გუნდი გავაკეთოთ რომ საქართველოს ჩემპიონატში კარგად გამოვიდეთ და იქნებ ევროტურნირის საგზური მოვიბოლოთ საქართველოს ჩემპიონატი ვახსენეთ და გითხოთ კონკურენტი გუნდები ალბათ თვალსადევნებთ მათ შეკრებასაც გაძლიერებასაც ტრანსფერებსაც და შემდეგ როგორ ფიქრობთ ამდენად კონკურენტული ჩემპიონატი იქნება ვინ არის ყველაზე მეტად ისეთი ფავორიტი რომელიც შეიძლება განვიხილოთ უკვე აქედან, რა თქმა უნდა, მიდის საუბარი ქუთაისის ტორპედოზე, რომ ძალიან გაძლიერდა, ну, წინა წელთან შედარებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა წელს, იქნება თუ არა წელს რაღაცა გამორჩეული ჩემპიონატი და უფრო მეტი კონკურენცია ვიდრე შერშანი იყო. ну, ეს წინასწარ ამის პროგნოზირება, რა ვიცი, ცოტა რთული არის, მე წინა წელსაც მე ვფიქრობდი, რომ უალტერნატივო იყო ტორპედოს ჩემპიონობა, მაგრამ ხო, ესე არ მოხდა. ანუ ფეხბურთი იმით არის კიდე საინტერესო, როდესაც ყველაფერი ლოგიკურად არჩება. მე ვფიქრობ, რომ კარგი სამუშაო გაწიეს, ყველა შეკრება გაიარა, ყველა რაღაცა დონეზე თავის საშუალებიდან გამომდინარე დაკომპლექტდა. ისიც ჩემთვის გამოჩნდება რამოდენიმე ტურში, თუ როგორი გუნდები არის, იმიტომ რომ ამხანაგური თამაშებიდან ძალიან რთული არის, როგორც იგივე ჩვენ თამაზე ვიძახით, რომ არ არის ისეთი რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა, როგორი თამაშები ჩვენ შეკრებაზე ქონდა. რა ეს შეკრება სხვა რაღაცა, ჩვენ სხვანაირი დატვირთვები ქონდა, ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეთ ამ ფიზიკურ მომზადებას და ამ დროს ძალიან რთული არის თამაში. ისე აკეთებს ახლა ჩვენი გუნდებიც ხო ეს საქართველოსთან წასული ისინი დატვირთვის ქვეშ არიან ისინი რაღაც ექსპერიმენტალური რაღაც შემადგენლობებით არიან ამიტომ იმ აზრის გამოტანა ახლა თუ ვინ იქნება ესე რთულია მე ვფიქრობ დინამო თბილისი მაინც სულ ყოველთვის კონკურენტულია და წინა წელს არ ჩავთვლი რაღაცა იყო ისეთი როდესაც ვერ გააკეთეს თავის საქმე რაც გასაკეთებელი ქონდა და წელს ესე არ იქნება და ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ტორპედო იბერია ეს გუნდები რომელიც მუდმივად გორის დილა და ეს გუნდები მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გუნდები შეკრეს უბრალოდ შევხედათ უკვე პროცესში როგორ იქნება არავინ არ ელოდა იბერიის ჩემპიონობას მაგრამ ჩემპიონი გახდა კი ბატონო წელს ბათუმის დინამოს ევროტურნირები არ აქვს ეთამაშა, მხოლოდ და მხოლოდ თასზე და საქართველოს ჩემპიონატზე იქნება. თვლით რომ ეს არის რაღაც ერთგვარი წნეხის მოხსნა გუნდისთვის და უფრო მეტი ყურადღების გადატანა ჩემპიონატის მოახერხება. ანუ მოგცემს თუ არა შედეგს და ადვილია თუ არა ამ პოზიციაში. რა თქმა უნდა, კარგი იქნება და ევროტურნირებზე რო ვიყოთ, მაგრამ უფრო მეტად გაუადვილდება თუ არა დინამოს ამ ჩემპიონატში თამაში.
მაკუთხით რომ შევხედოთ, ეხლა მესმის კითხვის არსი, რა თქმა უნდა, როდესაც მარტო ერთი რაღაცა გაქვს აფიქრალი, უკეთესია და ფიქრობ იმ ერთ რაღაცაზე, ამ შემთხვევაში ბათუმის დინამოს ის რაც თქვი, რომ აქვს აფიქრალი როგორ მოხდეს შემდეგი წლისთვის ევროტურნირის ზონაში, ესაა საფიქრალი და ბევრად ადვილია ვიდრე ევროტურნირი კონდეს, ეხლა იმიტომ რომ იქ სხვა რაღაც საფიქრალი გაქვს და მაგ შემთხვევაში რაღაცა იყოფი რა, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ჩვენ ქართულ გუნდებს რა გვაქვს ეგ ხო ერთი თამაში გვაქვს მაქსიმუმ 2 და მე არ მგონია რომ ეგ იმ შესვენების დროს როცა იწყება იყოს რამე ხელი შემშლელი რა ერთადერთი არის მაგ დროს პრობლემა როდესაც ფსიქოლოგიური დატვირთვა გაქვს ძალიან ევროტურნირს რო თამაშობ მაყურებელი სხვანაირად ერთვება შენ ამ პროცესში ჟურნალისტები რომელიც მთელი წელი შეიძლება ვერ ნახო ვერსა და მაგ დროს არის და ამ რაღაცებზე არის უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია თო ჩვენ ახლა ფიზიკურად დიდად არ ვიღლებთ რა თქმა უნდა ევროტურნირზე თუ ვინმე მოახერხებს და ჯგუფში შევა და ღმერთმა ინებოს ამ შემთხვევაში უკვე სულ სხვა რაღაც პროცესები დაიწყება იმ გუნდს და ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ ქართულ გუნდს აი ამ ხელა რაღაცაზე ერთად ბრძოლა მაგრამ ახლა 1 და 2 თამაში თუ იქნება ეს არ არის კაი და ბოლოს მაინც ბოლო კითხვას დავსვამ რეცეპტი მინდა თქვენეული შეხედულება რა განავითარებს საქართველოს ჩემპიონატს რა არის თავარი კომპონენტები რაც წინ წაწევს ჩემპიონატის დონეს ეს არის გაშუქება აი თქვენი აზრით რა წაწევს წინ საქართველოს ჩემპიონატს რომ უფრო მეტი ყურებადობა იყოს უფრო მეტი დასწრება იყოს და ასე შემდეგ პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ საქართველოს ჩემპიონატი რო წინ წაიწიოს აკადემიებზე მეტი ყურადღება უნდა და შენი აღზრდილი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ პირველ გუნდში. ამ დროს მაყურებელი სხვანაირადაა ჩართული, ამას ჭირდება ყველაზე მეტი ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს და ჭირდება მე ამ ფეხბურთელების ისეთი ჩემპიონატის მოწყობა, სადაც 19 და 17 წლიდან გაქცევაზე არ იქნება, რომ დაფასებულები იქნებიან ფინანსურათაც და აი ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, მაყურებელი არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი რაღაცა, რაც ან შეაკავებს ამ ფეხბურთელებს რომ აქ იყვნენ, ან დონეს აწევს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ გამომდინარეა იქიდან თუ აი ეს სტადიონები შენ გევსება თუ არა. გასაგებია და ბოლო კითხვა მეთქი თქვი, მაგრამ მაინც ახლა გამიშდა ერთი კითხვა. ამ შეკრების პერიოდში გამოჩნდა ძალიან ისე ნათელი წერტილი შეგვიძლია ვთქვა. ჩემთვის პირადად როგორც ერთი რიგითი გულშემატკივრისთვის ბათუმის დინამოს ერთ-ერთი ფეხბურთელი გურამ ჯაფარიძე მე ჩემთვის პირადად ძალიან კარგად წარმოაჩინა მე თავი თქვენ რა სიტყვით სხვა რა თქმა უნდა სხვებიც მონაწილეობდნენ მაგრამ გურამმა უფრო მეტად ამახსოვრა რატომღაც მე როგორც ერთი რიგით გულშემატკივრი თქვენ როგორ შეაფასებთ მათ ინტეგრაციას მთავარ გუნდთან მე ძალიან მომეწონა ზოგადად 5 19-ის ფეხბურთელი წავიყვანეთ და არც ერთით არ ვარ უკმაყოფილო. ყველამ ძალიან კარგად იმუშავა, ყველამ კარგი დაბეჭდილება დატოვა, ძალიან. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან კარგით ის ჩაატარეს მოსამზადებელი, ეს აუცილებლად ძირითადი ფეხბურთელები იქნება, ძალიან ბევრი აქვს საშრომი, ძალიან ბევრი აქვს კონკურენცია, მაგრამ ჩვენ აი ამ რაღაცა გზას ვაძლევთ, რომ შევიდნენ კონკურენციაში და თავის პოზიციაზე აჯობონ იმ ფეხბურთელებს, ვინც ყავთ კონკურენტი და ზოგადად ეს მე არ იყო ეს ფეხბურთელები ის წაყვანილები რომ უბრალოდ შეკრება გაელოთ სრულფასოვნად ითამაშეს ყველა თამაში ითამაშეს და მე ვფიქრობ ჯაფარიძემ გამორჩეულად ჩაატარა და გეთანხმებით მეც როგორც ერთ-ერთი გულშემატკივრის თვალით რო უყურებდი ყველაზე გამორჩეული იყო ამ შეკრებაზე მაგრამ არც დანარჩენი მოთხოვნეს არ დაუკლია არც ხარისხობრივად და არც მონდომები მოკლედ წარმატებები ორში თამაში გვაქვს თბილისის დინამოსთან სუპერ მაჩით იხსნება შეგვიძლია ვთქვათ ჩვენთვის ჩემპიონატი ყოველთვის დაძაბულია დინამოების დაპირისპირება წარმატებები თქვენ და მე დარწმუნებული ვარ მოისმენენ თქვენს ინტერვიუს და ამ ულამაზეს სტადიონზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვა ბათუმის დინამოს საგულშემატკივრო და დაბრუნდება ის ძველი დიდება რასაც ბათუმის დინამოს გულშემატკივრებთან ერთად ჰქონდა ამ სტადიონზე ადგილი ზუსტად ვიცი რომ აქ ნებისმიერი ჩემი ყოფნით იქნება თუ ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს ყველაზე დიდი ძალა მაინც გულშემატკივარია რაც ამ გუნდი აკეთო ყველაზე ძლიერები ისინი არიან ისინი როცა აქ არიან და ეს ატმოსფერო ივსება სულ სხვანაირი არის მე უკვე ყველაფერი წარმატებები მადლობა მადლობა ჯიჯი, ვეღარ დაგემშვიდობეთ და ვიმედოვნებთ რომ გახვალთ აი იმ გაუკვალავ თოვლში, განსაკუთრებით კრაჭუნა და ხრაშუნა იქნება თოვლი სტადიონზე და ცოტათი მაინც იგუნდავებთ და ნაგუნდავები მოხვალ ტელევიზიაში. მოკლედ არ ვიცი, სიხარული გრძელდება და ეს ემოციის ტალღა არის გადამდები, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი სტუმარი, რომელიც ჩვენთან ტელევიზიაში შემოდის, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ თოვლი გვაქვს ფანტასტიკური და თუ გვაქვს ჩვენ საშუალება ლაივ კამერის
სახით, რომ გადავავლოთ ხო თვალი და ვნახოთ თუ თოვს საერთოდ, დაგვანახეთ ეს თვალი. მე მგონი არაფერი არ აღიქმება ძალიან მაგრად თოვს და ასე თუ გააგრძელა მეგობრებო შეიძლება თოვლმა 1 მეტრსაც მიაღწიოს. მე რას ვაკეთებ? სად შერს 2016 წელს მახსოვს მაღალი თოვლი რომელიც მემედაბაშის ქუჩაზე და ყველგან ბათუმში ძალიან ლამაზი იყო და ფოტოებში არის აღბეჭდილი და უიწყარი იქნება. გაჩნდა მანქანები, გამოირთო შუქი, ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთთან კომუნიკაცია, ჩაის დალევა, ისტორიების გაზიარება, ეს წელი მახსოვს და ეს განსაკუთრებით ეს თოვლიანი პერიოდი დამამახსოვრდა წლების განმავლობაში სულ ვიხსენებ ჩვენს გადაცემაში. ერთობა, როცა შევიკრიბეთ და ბათუმის ბულვარი და ჩვენი ლამაზი მაგნოლიები და ის მცენარეები, რომელიც თოვლში იყო დახვეული, მოვიდა რომ ტოტები. ხო, თან აღვნიშნოთ ესე იმხელა თოვლი მოვიდა, ну ვინც არ იცის, იმხელა თოვლი მოვიდა რომ ბულვარში საფრთხე შეექმნა ხეებს და მოქალაქეები შეიკრიბნენ დიდი ჯოხებით და ესე ბერტყავდნენ ხეებს თოვლისგან და ასე ასუფთავებდნენ და ასე გადაარჩინეს ძალიან ბევრი ხე ბულვარში. ეხლა თუ არ ვწდები ჩვენს ეთერში რადიოს დრო მოვიდა, ილო შავიშვილს და თეო ზედანიას უნდა შევეხმიანოთ, იმედია ნეტა თუ შეიტანეს გუნდები სტუდიაში. აი სტუდიაში შემოვიტანოთ გუნდები, სანამ რადიო იქნება ჩვენთან ეთერში. მშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენს ბავშვებს დაუტოვეთ სათამაშოდ. ჩვენს რადიოს ფენელებს და დღეს პირველად მივესალმებით ტელემაყურებელს, მაგრამ სასიამოვნო განწყობა გვაქვს ქათქათა ბათუმში გავიღვიძეთ ყველამ, სადაც თოვლი არ არის წყალწყალა და არის ღრაჭუნა. შეიძლება ასე ითქვას. და დღეს გიდები საერთაშორისო დღეა, მინდა გახაროთ. როდის გაჩნდა ეს პროფესია, ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ უთუოდ არის დაკავშირებული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებთან და შეიძლება თამამად ითქვას, რომ გიდები წარმოადგენენ ინტელექტუალურ რგოლს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას ტურიზმის ინდუსტრიაში, რომლის გარეშეც ეს სფერო საერთოდ წარმოუდგენელია, ასევე ამბობენ, რომ ისინი არიან ქვეყნის ელჩებიც. ასე რომ სწორედ ამ თემას გამოვეხმაურებით დღეს ჩვენ და ჩვენი სტუდიის სტუმარი გახავთ გიორგი. ჩვენი ქვეყნის ელჩი გიორგი მეგრელიძე, მოლაშქრე გიდი, აჭარის მოლაშქრეთა კლუბის დამფუძნებელი. გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობა გიორგი, გილოცავ დღევანდელ დღეს. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. და ყველა იმ ადამიანს ულოცავ, რომელიც ნამდვილად არიშურებს თავის შრომას, ენერგიას, ინტელექტუალურ რესურსს იმისთვის, რომ ეს ჩვენი ქვეყანა თავისი კუთხეებით და თავისი ძეგლებით წარმოაჩინოს კარგად. გიორგი, გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მეც გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს და ასევე პირველ თოვლს. ღრაჭუნა თოვლს ეს სიტყვა უხდება დღევანდელ თოვლს ძალიან. გიორგი, გითხარი, ესე იგი გიდის პროფესიისთვის რა მთავარი უნარებია საჭირო? დიახ, ესე იგი გიდის პროფესია ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარტივი პროფესია, მაგრამ არ ვიფიქროთ მაგაზე, იმიტომ რომ ეს მარტივი ნამდვილად არ არის. ხო, საკმაოდ რთული პროფესია, არა მარტივი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის უთქვიათ ხოლმე, რომ აუ შენ რა გენაღლებას უდადიხარ სამთაში. ეს ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, შენ რა გენაღლება, იმიტომ რომ სხვისი საქმე ხო ყოველთვის მარტივი ჩანს. მეორე ადამიანის გადასახედიდან. პრინციპით ბუღალტერია, მუსიკოსობაზე ხო აღარ დავიწყოთ და საუბარი სულ გემღერება, ხო? გიდების საერთაშორისო დღეა. ავიტო საკმაოდ რთული არის. ესე იგი, გარდა იმისა, რომ გიდმა უნდა იცოდეს ყველა სფერო, დაწყებული ისტორიიდან, ასევე პოლიტიკაშიც საკმაოდ კარგად უნდა ერკვეოდეს, ჩვენ სხვათა შორის გვქონდა გადამზადება დიპლომატიური კორპუსიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა გადამზადება გიდებისთვის, აი როგორ უნდა მიაწოდო ინფორმაცია ამა თუ იმ ვითარებაზე ზოგადად. ისტორია, არქეოლოგია, ენათმეცნიერება, კულტურა, სამსოფლიოს ხალხთა, ესე იგი ისტორიები, ადათ-წესები, ჩვეულებები, რამდენი რამე უნდა იცოდეს ერთმა ადამიანმა. და ასევე რაც მთავარია ფსიქოლოგია. იმიტომ რომ აი ადამიანს როცა ესაუბრები, იმას უკვე
ხვდები, აი რა განწყობაზეა, გისმენს, არ გისმენს, რამდენად გაშალო ესა თუ ის თემა, რამდენად მალე დაასრულო საუბარი, ამასაც თავისი ცოდნა უნდა და ესეც ერთგვარი ხელოვნება არის და როგორც თქვენ ბრძანეთ, გიდი არის ერთგვარი ელჩი, წარმომადგენელი, იმიტომ რომ ტურიზმის სფეროში გიდი ყოველთვის ასე რომ ვთქვათ, ფრონტის წინა ხაზზე არის, უშუალოდ ტურისტთან მუშაობს და ქმნის უშუალოდ ტურისტის განწყობას და როდესაც ტურისტი საქართველოში ჩამოდის და მიდის აღფრთოვანებული და ის მერე უკან ბრუნდება ისე მეორეჯერ და მესამეჯერ ჩამოდის, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აქედან ვთქვათ 80% გიდის დამსახურება არის, იმიტომ რომ ზუსტად გიდი უქმნის იმ განწყობას, რა განწყობითაც და რა ენთუზიაზმითაც ის შემდეგ ატარებს მთელ დროს და მერე წავა და მოუყვება თავის მეგობრებს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესია გახლავთ. და შენთვის რაში მდგომარეობს მოლაშქრეობის ხიბლი? ხო, აი მოლაშქრეობას რაც შეეხება და ზოგადად სათავგადასავლო ტურიზმს, ეს კიდევ უფრო საინტერესო და ეს ცალკე მიმართულება არის. ზოგადად უშრეტი ადრენალინი. კი. აი რო იტყვია რომ თავისუფლება მთებშიაო, აი ეს ვარიანტი, ანუ არა მხოლოდ თავისუფლება მთაში, ზოგადად ბევრ რაღაცას გასწავლის მთა და მოგზაურობა, მთაში მოგზაურობა. მაგალითად იმას, რომ აი ის ყოველდღიური რაღაცა რუტინა, რასაც თქვათ ქალაქში და ზოგადად ცხოვრებაში ვატარებთ, ის არაფერი არა ფუჭია ყველაფერი და სხვა რაღაცეებზე დაგაფიქრებს ხოლმე მთა. და აქედან გამომდინარე მოლაშქრეობა, ჩემი საყვარელი საქმიანობა არის, ჰობი იყო, ესე რომ ვთქვა და შემდეგ ვაქციე პროფესიად და ანუ არ მოლაშქრე გიდი. და რა თქმა უნდა ტურისტებსაც ძალიან სიამოვნებთ, როდესაც ანუ არიან მთაში ველად და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და ამის ფუფუნება საქართველოში და აჭარაში განსაკუთრებით, რომ მოვიძიოთ ისეთი ადგილები და წავიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც თავიდან ბოლომდე ესე განცალკევებულად ხარ, მარტო ხარ, მიტოვებული ხარ და აი უყურებ ამ ულამაზეს ბუნებას და ხვდები რომ ერთი რაღაცა პატარა წერტილი ხარ სამხელა სამყაროში. არაერთი ადგილი აღმოგიჩენიათ. თქვენ ჩანჩქერებით გვიხილავს მათ შორის და ანუ რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად იზრდება წლიდან წლამდე პოტენციალი ჩვენი რეგიონისა და თავად ინტერესი ამ მოლაშქრეობისა. და ეს ახალი ადგილების კუთხით რამდენად ესე იგი გაიზარდა და გაჩნდა ახალი ლოკაციები. დიახ. იმ თქვენი აღმოჩენების საფუძველზე. კი. ხო, აი რაც არ და საინტერესო იყოს, რომ თითქოს ყველაფერი შესწავლილი და ყველაფერი აღმოჩენილია ჩვენთან აჭარაში, ჯერ კიდევ ბევრი რაღაცა არის აღმოუჩენელი და ეს კიდევ უფრო მეტ ენთუზიაზმს გაძლევს, იმდენად ამოუწურავი რეგიონი გვაქვს. იმდენად ამოუწურავი ბუნებრივი რესურსია, რომ აი გვაძლევს მაგის ფუფუნებას და ეს უკვე ცალკე მიმართულება არის, საკმაოდ რთული არის, არ არის მარტივი. კანიონინგი, როგორც ასეთი სახეობა ტურიზმის, ახლა ჩვენ გადამზადებულები ვართ კანიონინგის ინსტრუქტორებად და ეს კანიონინგი არის ჩანჩქერებზე დაშვება, ანუ მდინარის ხეობის გავლა სპეციალური აღჭურვილობით, თუ ძირითადად ჩანჩქერებზე დაშვება. და ჩვენ შემთხვევაში გავიარეთ ისეთი კანიონები, ისეთი ჩანჩქერები, სადაც არავინ არ ყოფილა მანამდე და აი იმ ჩანჩქერების კასკადში კიდევ რამდენიმე ჩანჩქერი იყო, რომელიც საერთოდ ვერანაირად ვერ ნახავდი ამას თუ თოფით და სპეციალური აღჭურვილობით არ ჩახვიდოდი. და ეს კანიონებიც ჯერ კიდევ ბევრი გასავლელია და ბევრი ჩანჩქერი ჯერ კიდევ ისეთია შეუსწავლელია, ესე რომ ვთქვა. საკმაოდ ექსტრემალურია და ანუ რამდენად არის ინტერესი მე დავუბრუნდები მაინც ამ კითხვას, რამდენად გაიზარდა ინტერესი ამ კუთხით. სათავგადასავლო როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ვიზიტორებზე გულისხმობ. დიახ, საერთაშორისო ვიზიტორები, რა თქმა უნდა, ინტერესი ყოველთვის იზრდება, მაგალითად ძალიან განვითარებულია იტალიაში ეს სფერო და ესე რომ ვთქვათ, ვერაუდიან ტურისტებს, ყოველდღე ტურისტები ჯგუფები ყავთ და ყოველდღე მუშაობენ. და შესაბამისად საერთაშორისო ვიზიტორებიც, როდესაც ეცნობიან ჩვენს რეგიონს და ჩვენ როდესაც ვაცნობთ ამას, რომ ეს კანიონინგი ჩვენთან არის,
შესაბამისად ისინიც ინტერესდებიან საქართველოშიც რაც შეეხება ადრე არავინ არ იცოდა კანიონინგი რა იყო და რო ვეუბნებოდი რომ ეს კანიონინგი ეგონათ მარტვილში კანიონში ესე ნალიქნება გასაერნება მე მასე მეგონა ხო და მე ფიქრობდი რომ აი აჭარაში იმ ცნობილ კანიონს ასე ძალიან მარტივად გავცურავდი და ხო და როცა ვნახე თქვენი ვიდეოები მე მივხვდი რომ აქ განსაკუთრებული უნარებია საჭირო ეს რომ შეძლო ფიზიკური მომზადების კუთხით თუმცა არის მარტივ შედარებით მარტივი და ნუ ცოტა რთულიც დიახ მარტივები არის რთული არის და საქართველოშიც უკვე ჩდება ამის ინტერესი სხვათაშორის ტურიზმის დეპარტამენტს აქვს დიდი წვლილი აბაში მიუძღვის პოპულარიზაციაში ამ სფეროს ჩვენს რეგიონში და თვითონ კანიონს რაც შეეხება კანიონინგი ხო აი ლაშქრობა ხო ძალიან მაგარია და ესე რომ ვთქვათ მედიტაცია არის და რაღაცა ესეთია სულიერ სიშვიდეს გწევს და კანიონინგი კიდევ უფრო სხვა მიმართულება არის ეს არის ექსტრემალური სპორტის სახეობა და ანუ კანიონში როცა ხარ და აი თოგზე რო ხარ დაკიდებული და რო ჩადიხარ ამ ჩანჩქერში წყალი გესხება სხვა არაფერზე არ ფიქრობ გარდა იმისა რომ აი დაეშვა და სწორად ჩახვიდე და რაღაცა და ბოლოს რო გამოდიხარ ეს 3-4 საათიანი კანიონიდან რო გამოდიხარ ბოლოს ხვდები რომ აი ვა რა მაგარი იყო და მე რეიწყებ ფიქს რაღაცებზე იმიტომ რომ იმ დროს არ გახსოვს არც ყოველდღიური ცხოვრების პრობლემები არაფერი იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვიფიქრებ სხვა რაღაცაზე მარტო კანიონზე ვფიქრობ და აი ეს რაღაცა გონებისთვის ეს საუკეთესო საშუალება ყოფილა დასვენებისთვის ხო 90%-იანი რელაქსი twin შეუძლია კანიონზე ყოველდღიურობას თუ დაივიწყეს გიორგი შენ იტალია ახსენე რომ იქ ვერაუდიან ტურისტებს ისეთი ლოკაციები არის ამ მიმართულებით და არის თუ არა ისეთი ადგილი რომლის დალაშქვრაც შენ ძალიან გინდა და ჯერ ვერ მოახერხე თუ კი მსოფლიო მასშტაბით არა მარტო ადგილობრივი ძალიან ბევრი ადგილია ისეთი გითხრათ კი ნამდვილად რა ვიცი ახლა ვფიქრობთ მე და ჩემი მეგობრები ვგეგმავდით აი საქართველოში ლაშქრობა კარგია მაგრამ ხო არ გავიდეთ საზღვარგარეთ და რამდენიმე ვარიანტი გქონდა პირველი იყო ალპებში ლაშქრობა ეს წრიული მარშრუტი მომბლაზე სადაც სამ ქვეყანას გადიხარ შვეიცარია იტალია და საფრანგეთი საინტერესო მარშრუტი არის ერთკვირიანი დაახლოებით მეორე ვარიანტად გავიხილეთ კილიმანჯაროზე ასვლა აფრიკის კონტინენტზე და მესამე აქვე ახლოს არარატის დალაშქრვა და ამ სამიდან ვფიქრობთ ახლა რა თქმა უნდა ეს ნეპალიც გვაქვს იდეაში და ბევრი რაღაცები გვინდა და რა ნახოთ ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან ერთად ყველა ამ სფეროში მოღვაწეს ულოცავთ დღევანდელ დღეს წარმატებებს უსურვებთ და ჩვენ წილ მადლობას უხდით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმოჩენისთვის. ასე რომ მადლობა რომ იყავი ახლა ჩვენთან ერთად, მადლობა შენი საქმიანობისთვის და ყველას ულოცავთ დღევანდელ დღეს პროფესიულ დღეს ყველა გიდს. ტელემაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ, რადიო მსმენელთან მალე დაუბრუნდებით, დაგველოდეთ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ გიორგი მეგრელიძე, მოლაშქრე გიდი აჭარის მოლაშქრეთა კლუბის დამფუძნებელი. დღეს გიდების საერთაშორისო დღეა. ჩვენ მოვასწარით და უკვე ვიგუნდავეთ სტუდიაში. აცდა. ოპერატორმა სამაგიერო გადაუხადა მარიას, კადრს მიღმა აქ სტუდიაშიც მოვასწარით გუნდაობა. მოკლედ, ხალისობთ მართლაც, იმიტომ რომ გარეთ არის არაჩვეულებრივი ფაფუკი, სუფთა, ქათქათა და კრაჭუნა და როგორც თეონა მახსენა, ღრაჭუნა თოვლი და გუშინ ჩვენი კოლეგა ნიკოლოზ კილაძე ბათუმის ქუჩებში სეირნობდა, განსაკუთრებით ცენტრალურ პარკს ეცვია ის. არ გაბედო ეს. და ვნახოთ მოკლე ვიდეო რგოლი, რის შემდგომაც დაგიბრუნდებით სტუმართან ერთად, მე არა. ძალიან უხდება
სითეთრე ქალაქს ბათუმს განსაკუთრებით და ძალიან ლამაზია, როდესაც ქუჩაში გამოდიხარ და ხედავ გადათეთრებულ სახლებს, შენობებს და ასე შემდეგ. ძალიან უხდება, კი მესმის ბევრს შეიძლება დისკომფორტი ქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენთან ისეთი მშრალი თოვლი არ არის, როგორც თქვა აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ზამთარში წელიწადში ერთხელ ქალაქში ალბათ უნდა თოვდეს და თავისი ხიბლი და სილამაზე ამ ყველაფერს აქვს. ძალიან უხდება თოვლი, უბრალოდ წყლები რო არ იყოს უკეთესი იქნება, დიდხანს ვერ გავაჩერებ უკეთესი კიდე. პარკს ნამდვილად უხდება თოვლი. როდესაც ხეები ითოვლება, ამაზე დიდი სილამაზე მგონი არაფერია. ბათუმი არის ძალიან მზიანი ქალაქი, მაგრამ თოვლიც უხდება საკმაოდ, იმიტომ რომ მწვანე ფერებს ძალიან უხდება თეთრი ფერი. თოვლი რომ მოდის, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად არის ბათუმში თოვლი. თოვლი რაღაცა ნოსტალგიური არის ბათუმის ბავშვებისთვის, ზოგადად, იმიტომ რომ ადრე შეიძლება უფრო თოვლი და ახლა უფრო იშვიათი არის და დღეს სკოლაში რო ვიყავით, ბავშვებს იმდენად გვიხარო და ყოველ წუთში ფანჯარას ვაღებდით, ფიფქებს ვიჭერდით, ეზოში ჩავდით, გვინდაობდით. მოკლედ თოვლი ძალიან დიდი სიხარული არის ბათუმისთვის. თოვლი მიხარია ბავშვობით მართლა და ყოველთვის როცა ფანჯრიდან გავიხედავ და ვხედავ ამ თეთრ ულამაზეს ფანტელებს, რაღაცა ბავშვური ემოციები მეუფლება და განსაკუთრებულია ეს თოვა ჩემთვის. მშვენიერია, როდესაც სეზონის მიხედვით თებერვალშივე გაგვითოვდა და წელს ვეღარ ვიტყვით, რომ 2025 წლის ზამთარი იყო უთოვლო. ასე რომ გილოცავთ და ისიამოვნეთ. დავეთანხმები იმ ქალბატონს, რომელმაც ახსენა კარგია თოვლი, ოღონდ იყოს მშრალი და არ იყოს სისველეო, თუმცა დღეს ეს აგვიხდა ეს სურვილი და არის მშრალი თოვლი და ისეთი კრაჭუნა, ფიქრობ უნდა გახვიდეთ ბავშვებთან ერთად განსაკუთრებით, მათ უხარიათ ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად. და მაშინ როცა გარეთ თოვს ქალაქში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, ყველაზე კარგი დროა და თან არსად გეჩქარებათ, აუცილებელი საქმე არ გაქვთ. არასამუშაო დღეებია წინ, შაბათი კვირა, მუხრის წინ წიგნის კითხვა, დამეთანხმებით, რომ საუკეთესო საშუალება იქნება, აი ჩვენს პლედებით ესე მაგიტომ ვართ წარმოდგენილი, რომ ჩვენი სტუმარი წარმოგიდგინოთ, ჩვენი უსაყვარლესი კოლეგა, წიგნის გამომცემელი, პროფესორი მარი კორინთელი. დილამშვიდობისა მარი. მადლობა მოგზაურობისთვის. პლედი თქვენი შემოთავაზებული და პირიქით მადლობა რომ ამ მშვენიერ დილას გამომიყვანეთ და როგორი იყო დილა, როგორ დაიწყო შენი დილა, როგორც ერთი რიგითი ბათუმელის. ჩემი დილა დაიწყო თოვლში 20 წუთი ფეხით სვლით და აი ამ კრაჭუნის როგორც წერან აღნიშნეთ მოსმენით. ეს ჩემთვის ძალიან ისეთი ნოსტალგიური და სასიამოვნო ხმა არის და შესაბამისად ძალიან ვისიამოვნო. როგორც დიასახლისები, გემრიელი კერძის მოსამზადებელ მარტივ რეცეპტებს ვეძებთ ასევე მარტივ და ადვილად ასაკითხ ისეთ წიგნებს, რომელსაც მოვასწრებთ აი ამ უქმეებზე და შენგან ველოდებით რჩევებს თუ რა იქნება ისეთი, აი ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ ისეთი წიგნი ამ უქმეებზე თან. ამ უქმეებზე? უი, მე ცოტა სხვა ნიშნით შევარჩიე. ამ უქმეებზე არ ვიცი, ჩემი შერჩეული წიგნები რამდენად მოესწრება, თუმცა ნაწილობრივ ალბათ კი. მოკლედ მე წიგნები შევარჩიე, აი თოვლში გემრიელად საკითხავად, რაც წარმომედგინა, ხო? აი როდესაც გავიგე, რომ თემა იყო თოვლი და თოვლში საკითხავ წიგნებზე უნდა მისაუბრა, დავფიქრდი, რომ აი ამ ნიშნით როგორ შეიძლება ვთქვათ ლიტერატურის დახარისხება, ხო? მაინც და მაინც თოვლში საკითხავი წიგნები და შემდეგ გადავწყვიტე, შემერჩია ისეთი წიგნები, რომლებიც ან ნოსტალგიურია ჩემთვის და ალბათ მაყურებლისთვისაც ბავშვობასთან ასოცირდება, ან მასში ძალიან ისე მომხიბლავად არის აღწერილი ზამთარი, ან უხდება ამ წიგნებს, ვთქვათ, აი ასე პლედ მოხურული, ცხელი ჩაით თუ ყავით თუ რა ვიცი, რაც ხსია. ბუხარი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამ დროს. ხო, და კი. ბუხარის თუ გაქვთ საერთოდ გადასარევ. და ხო, ასე შევარჩიე. რა მოგვიტანე, აბა რო გითხარით. რა წიგნები? ესე იგი მოვიტანე წიგნი, რომელზეც თქვენ ეთერში თუ არ ვცდები უკვე მისაუბრია. ეს არის ძალიან ცნობილი კლასიკოსი საბავშვო ავტორის ლუსი მოდ მონტგომერის ენის შესახებ დაწერილი წიგნები. სერიალებიც არის, ორი ძალიან ცნობილი სერიალი ამაზე გადაღებული, ერთს ქვია ენი ითი, ანუ ასო ითი და ერთს ქვია ენი მწვანე მეზონინებიდან. ნუ სერიასაც ქვია ენი მწვანე მეზონინებიდან. საინტერესო, აი წაკითხული ნამდვილად არა. წიგნის სახელწოდება არის სწორედ ასეთი და აი ამ ყუთში დევს 3 წიგნი.
საერთოდ 6 წიგნია, მაგრამ ჯერჯერობით 3-ია გამოცემული. ეს არის ენი მწვანე მეზონინებიდან, ენი ელონიდან და ენი კუნძულიდან. ეს წიგნები შევარჩიე, იმიტომ რომ ეს არის წიგნები, რომლებსაც არ ვიცი, ალბათ არ მხოლოდ ზამთარში, არამედ ნებისმიერ სეზონზე მოაქვს ცხოვრების სიხარული, იმიტომ რომ ამ წიგნების სიუჟეტი ტრიალებს გოგონას ირგვლივ, რომელიც შემდეგ უკვე იზრდება, ჯერ ახალგაზრდა ქალად იქცევა, შემდგომ შვილების დედად იქცევა, მაგრამ თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე ის ინარჩუნებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარს, წვრილმანებით უდიდესი ბედნიერების შეგრძნების უნარს და აი შემდგომ წიგნებში უკვე აქაც პრინციპში აქაც მაგაზე იწერება, როგორ იღებს ეს გოგო სიამოვნებას, თუნდაც უბრალოდ ცხოვრებისეული დეტალებზეა. აი ძალიან უბრალოდ დეტალებისგან კი და მერე ცხოვრებისგან, რომელიც ახლა გარეთ არის. კი, ზუსტად ამაზეც მინდა ვთქვა, მერე უკვე როდესაც დედა ხდება, უკვე როდესაც ბევრი შვილი ყავს, 6 შვილის დედა ხდება, აი მაშინაც კი როგორ ახერხებს ცხოვრებაში მოძებნოს რაღაცა დაუსრულებელი სიამოვნების წყარო და როგორ ჰარმონიაშია ბუნებასთან, სეზონების ცვლილებასთან, ამ ბუნებრივ მოვლენებთან და რაღაც საოცრად არის აღწერილი ამ წიგნში გათოვება ამ კანადის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს და ხა იქ თოვლი არ უჭირთ, მაგრამ იქაც არანაკლებ უხარიათ პირველი თოვლი და აი ეს გათოვება, ეს უსხიანი ჰაერის შეგრძნება, ეს კრაჭაკრუჭი თოვლის, როგორ ახარებს რა მხალბედნიერებას ანიჭებს, რა ფანტაზიებს აღძრავს მასში, რა ფიქრებს იწვევს, როგორ რეალურად ცხოვრებისეული მისიაც მარი ალბათ ეს არის, რომ უფრო კარგად დავაკვირდეთ იმ გარემოს, რომელშიც ვართ, იმიტომ რომ ხშირად აი ამ რუტინის გამო ბევრი რაღაცა ყურადღების მიღმა გვჭირდება ადამიანებს და მე მქონდა ეს ერთი პრაქტიკა, შეიძლება ძალიან ახლოს ვიყო აი ამ პერსონაჟთან. კი, იმიტომ რომ საირნობის დროს ესეთი პატარა მას ჩავაგენი სავარჯიშოს, როდესაც ვსეირნობ, ვეძებ ჩვეულებრივ რაღაცებში, არაჩვეულებრივ რაღაცებს. თუნდაც აი შუქდილების სახით, რაღაც თუ ფიფქეს წახნაგებს, აი მაგიდას ვათვალიერებ. გავხართ წესი. მართლა? მაშინ აუცილებლად უნდა წავეკითხო ეს ნაწარმოები. სწორედ ასე, რასაც აღწერს, სწორედ ასეთია ენის ცხოვრებისეული ფილოსოფია და მიდგომები. საბავშვო ასაკში წავიკითხოთ მოზარდების თუ არ არის შეზღუდული. პირველი წიგნი ახლა ალბათ უფრო მოზარდზე რადგანაც არის მოზარდებს მოეწონებათ, თუმცა მის თავგადასავალს ახლა თუ დავიწყებთ ჩვენც ამ მოზარდობის ასაკიდან, რა ვიცი. ხო არ რიყავს ვინმე ამის გამო მას სიუჟეტში. იმიტომ რომ მე ხშირად მეუბნებოდენ რომ შენ დაფრინაო მაგის გამო. თავდაპირველად ცოტა ალმაცერად უყურებენ, ახალ ადგილას გადადის და გადადის იმიტომ რომ დედმამა არ ყავს და იშვილებენ მოკლედ ამ კონსულზე და ალმაცერად უყურებენ, იმიტომ რომ ძალიან დაუნანებელი და ესეთია გულუხვია, ასე ვთქვათ, უშურველია თავისი ემოციების გამომჟღავნებაში და გრძნობების აღწერაში და საკმაოდ კონსერვატიულ საზოგადოებაში უწევს ცხოვრება, ტრადიციულში, თავშეკავებულში, სადაც ლედი უნდა იყოს, ხო, ნამდვილი ლედი, ნამდვილი ქალბატონი, კარგი გოგო უნდა იყოს, ისეთი თავშეკავებული, ძალიან დაბალანსებული ემოციებით და ძალიან ძუნწად გამოხატავდეს თავის შეგრძნებებს და ამიტომ თავდაპირველად კი, ნამდვილად მას ცოტა ისე უყურებენ, უცხოდ, ასე ვთქვათ, უცხოდ ჩიტივით არის, როდესაც ძალიან თამამად საუბრობს იმაზე თუ რას გრძნობს, მაგრამ შემდგომ უკვე რაღაცნაირად ნორმა ხდება, ის იმდენად კარგი პიროვნებაა, იმდენად ძლიერია, იმდენად რაღაც დომინანტური ის აქვს ხასიათი, ასე ვთქვათ, რომ ნელ-ნელა იმ პატარა დასახლებაში უკვე ნორმა ხდება გრძნობაზე. ხო, ემოციებს ზოგადად აქვს ხოლმე რაღაც ჯადოსნური ეფექტი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც გადადის ადრესატზე შენი შეგრძნებები და ხშირად ადამიანებს ერევათ ხოლმე და როდესაც ადამიანია თუნდაც ალალია და გულწრფელად გამოხატავს თავის ემოციებს, სისუსტეთ მიაწერენ და ეს მაინც და მაინც არ არის სისუსტე, პირიქით ყველას უნდა შეგვეძლოს ემოციების გამოხატვა. როგორ თავს რა კადრები გვაქვს ფონად. მარი, შემდეგი წიგნები რაც მოგვიტანე. შემდეგი წიგნი მოვიტანე. ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი, რომელიც ჩემთვის უკვე მრავალი წელია, ალბათ 20 წელზე ბევრად მეტი. რაც არის სამაგიდო წიგნი და მუდმივად ზოგჯერ ესე უბრალოდ გადავშლი ხოლმე რაღაც ადგილას და მხოლოდ იმ ადგილს ვკითხულობ, მაგრამ ეს წიგნი არის ის ნაწარმოები, რომელთანაც რაღაც სამუდამო ძაფით ვარ დაკავშირებული. თუმცა დღეს რა თქმა უნდა ამ ნიშნით არ შემირჩევია. დღეს შევარჩიე, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს მასში აღწერილი ზამთარი, ლამაზ ქალაქში აღწერილი ზამთარი და ზამთრის თამაშები. აი ჩვენც რაღაცნაირად თითქოს ლამაზ ქალაქის მსგავსი
მსგავსი ქალაქი გვაქვს, რთული ურთიერთობათა ქსოვილით, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანებით, ჩვენც გვიყვარს გაზიარება ჭირის და ლხინის, ისევე როგორც ლამაზ ქალაქში უყვარდათ მიმოსვლა ერთმანეთთან სტუმრიანობა და აი ყველაფერი ჩვენთან არის ხოლმე რაღაცნაირად სახალხო, ასე ვთქვათ, კოლექტიური, არ ვიცი ეს როგორ თქვა, ხო? ამას ცუდი გაგებით ნამდვილად არ ვამბობ, მე პირიქით მომწონს, რომ ამ რაღაცნაირად გაუცხოებულ, იზოლირებულ, თითქოს გრძნობებ გამოცლილ, ტექნოლოგიებ მომძლავრებულ სამყაროში, აი შემორჩა ასეთი კუნძულები, როდესაც ადამიანს აინტერესებს როგორ ხარ, რა გაწუხებს, რა გიხარია და აი ამ თვალსაზრისით ჩემთვის ლამაზ ქალაქთან არის რაღაც გარკვეული მსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზ ქალაქი თბილისია, მაინც აი უკვე თანამედროვე ბათუმს უფრო მეტად ვამსგავსებ, ვიდრე თანამედროვე თბილისს და იქ აღწერილია პირველი თოვლის მოსვლის დღესასწაული, იქ გამართული ზამთრის თამაშები, საერთოდ სეზონურ თამაშებს ხო მართავენ, მაგრამ აი ეს სიხარული, როცა ყველაზე დარბაისელი მოქალაქეც კი ლამაზ ქალაქის დუილიო გამოდის და ჯერ კი ძალიან არ უნდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც იცოლებული არ არის, ბარემ ძალიანაც უნდა, მაგრამ ხო ცდილობს რომ ეს დარბაისლობა და სიდინჯე შეინარჩუნოს, თუმცა შემდგომ უკვე ვეღარ გაუძლებს და აი ყველა ეს ძალიან დარბაისელი და ძალიან რაღაცა მაღალი პირებიც კი ასე ვთქვათ თოლში რომ გორავე და აგორავე. კი, ბავშვდებიან, უბრუნდებიან რაღაც ბავშვურ საწყის და იძარცვავენ ამ სოციალური ნორმებით თავს მოხოლ რაღაცა თავიანთ წარმოდგენილ იმიჯებს, მოკლედ რომლებიც მათ აქვს თავიანთ თავზე და როგორც უნდათ რომ პოზიციონირებდნენ საზოგადოებაში და აი ამ აქ ძალიან კარგად არის აღწერილი თოვლის პირისპირ დარჩენილი მოქალაქეები როგორ ხდებიან ის, ვინც სინამდვილეში არიან. გულის სიღრმეში. მოდი შედარებაც რო გაგვიკეთო, მარი ძალიან ხშირად დღესდღეობით, აი მეტ დროს ვატარებთ гаджеტებში, ტელეფონებში, თითქოს რაღაცას ვკითხულობ, თითქოს რაღაც ონლაინ წიგნებიც გვაქვს გადმოქაჩული და ვცდილობთ რომ წავიკითხოთ, თუმცა წიგნის კითხვას აი ესე პლედებით, აი ესე ხელში ბუხრის წინ და თოვში სხვა ემოცია ახაც. აი რომ გავუსვა კიდევ ერთხელ ხაზი და რო გვითხრა, რითი განსხვავდება? დავიცი, ალბათ ეს ტაქტილური შეხება, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ აი მე როგორც ვიცი, ხა მე არ ვარ ნამდვილად კომპეტენტური, არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მაგრამ გამიგია, რომ ფსიქოთერაპევტები თავიანთ კლიენტებს ხშირად ურჩევენ ხოლმე, რომ აი თერაპიული მიზნებისთვის, ვთქვათ, ონლაინ ციფრული წიგნის ნაცვლად გამოიყენონ აი ასე ხელში კონკრეტულად დასაჭერი ნივთი, იმიტომ რომ აი დამიწდე, ასე ვთქვათ, და უფრო იოლად ხო მოახდინო კონცენტრირება, ვთქვათ, აი ამ რაღაცა კონკრეტული საგნის ირგვლივ და ამ დროს ძალიან კარგად მუშაობს თურმე წიგნი და ასრულებს თავის ფუნქციას და საერთოდ ეს მთელი რიტუალის ნაწილია, ხო? ამ ხმის და სურნელის შეგრძნება, მოტანა კი, ზუსტად ამას ვერ შეედრება ნამდვილად ამ მიზნისთვის წიგნის ციფრული გამოცემა, თუმცა მე სხვათა შორის ცოტა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვთქვათ, ეს ჯობია თუ, ანუ ეს უფრო უპირატესია ვიდრე ციფრული წიგნი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მოგვიწევს იმ რეალობის წინაშე დადგომა, როდესაც წიგნი შეიცვლის ფორმას, ის არ შეიცვლის შინაარს, როგორც უმბერტო ეკო ამბობს, იმედი არ გქონდეთ რომ წიგნებს მოიშორებთ, მაგრამ ხო შინაარს ნამდვილად არ შეიცვლის, მაგრამ მაინც მოგვიწევს მოკლედ აღმოჩენა იმ რეალობის წინაშე და მიღება ამ რეალობის, რომ წიგნებმა შესაძლოა სრულიად შეიცვალონ ფორმა და გახდნენ ციფრული, ერთ ჩიპზე ჩატვირთული, რა ვიცი, დიუნი თუ გინახავთ ბოლოს წიგნებს საერთოდ უყურებთ რაღაცა ვიზუალიზაცია ხდება ამ ყველაფრის, მაგრამ შინაარსი, ფუნქცია და მნიშვნელობა რა თქმა უნდა არ შეიცვლება. თუმცა ეს აი ამ პლედთან, ზამთართან, ჩაისთან, რა თქმა უნდა ეს ფიზიკური წიგნი ჩემთვის განუყოფელი შეუცვლელი. და ბავშვების ემოციები მაინტერესებს, მკითხველთა კლუბი ყავთ და მოზარდები, რომლებიც უამრავ წიგნს კითხულობენ თქვენთან ერთად, თქვენი რჩევით და რეკომენდაციით, მათი ემოციები როგორია და როგორ განასხვავებ, აი როდესაც იწყებს უკვე მოზარდი კითხვას და ხდება დიდი მკითხველი, ასე რომ ვთქვა, ძალიან ხშირად კითხულობთ, რა ხდება მასში, როგორ იცვლება მოზარდი, როცა არის მკითხველი. ვაიმე, ძალიან სასიკეთო ცვლილებები ხდება. პირველ რიგში ბავშვებს აშკარად ეტყობათ ხოლმე კითხვის გავლენა აზრის შემოყალიბებაზე და აი ამ კულტურაზე. ისინი უფრო თამამად, უფრო უხსიტყვიანად ახერხებენ თავიანთი შეგრძნებების ჯერსახელდებას და შემდეგ გადმოცემას. შემდგომ მათ უჩნდებათ უკვე ძალიან ბევრი სასაუბრო თემა, ის სასაუბრო თემა, რაზეც ვთქვათ, არამკითხველი მოზარდი შეიძლება არ საუბრობდეს და ისინი თითქოს ხელახლა იწყებენ სამყაროს აღმოჩენას, შეცნობას, აკვირდებიან საკუთარ შეგრძნებებს სხვანაირად, აკვირდებიან
უყურდებიან გარემომცველ სამყაროს და რა ვიცი, მოკლედ ყველანაირად დადებითი ცვლილება ხდება ხოლმე. და ბოლოს მარი არ შემიძლია არ კითხო, როგორც გამომცემელს უკვე რა სიახლეებისთვის ემზადებით, რა ელოდებით, რა წიგნის გამოცემას ხარხნას და ასე შემდეგ ამ კუთხით. აი ამ მომენტში ძალიან ბევრი სიახლისთვის ვემზადებით. რამდენიმე ახალ წიგნს გამოვცემთ ენის გაგრძელებებს პირველ რიგში, სადაც უკვე გაზრდილია ეს ენი. ასევე გამოვცემთ კარელ ჩაპეკის ლეგენდარულ, აი მართლაც ლეგენდარულ და რევოლუციურ ერთ-ერთ პირველ დისტოპიურ რომანს, რომელსაც ქვია სალამანდრების ომი. გამოვცემთ ლუდმილა ულიცკაიას რუსი მწერლის, თანამედროვე მწერლის, რომელიც დღეს დევნილია თავის სამშობლოში, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულ ინოაგენტად ან უცხოური გავლენის აგენტად არის გამოცხადებული და წასულია ქვეყნიდან და მოკლედ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, კულტურის წარმომადგენელი, მის დანიელ შტაინი თარჯიმანი, ასეთ წიგნს გამოვცემთ, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც მსოფლიო ასეთი დაძაბულია, ვთქვათ, როდესაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტიც მიმდინარეობს, აი მოკლედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებსა და მის შემდგომ მოვლენებზეა ეს წიგნი დაწერილი, როგორ იწყებენ ებრაელები, ასე ვთქვათ, ძალების მოკრებას, ფეხს დადგომას და ნუ ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და ძალიან ღრმა ნიუანსია. ასევე გამოვცემთ ბავშვებისთვის კლასიკოსი ავტორის რადიარდ კიპლინგის პაკი, ასე ქვია, რაც შესანიშნავი ფენტეზი ნაწარმოებია და რა ვიცი ხო სულ ეს არის ამ ეტაპზე აღარ წარმატებებს ვისურვებთ მარი დიდი მადლობა თქვენც ასევე გმადლობთ მადლობა რომ მოხვედი მოიცალე ვიცი რომ აგვიანებ ასე უნივერსიტეტში და ჩვენს ეთერში საუბრობდით იმ ადვილად მარტივად გემრიელად წასაკითხ წიგნებზე რომლებიც შეგიძლიათ ამ უქმეებზე წაიკითხოთ და არა მხოლოდ ამ უქმეებზე მომდევნო დღეებში მარი კორინთელი საუბრობდა ჩვენთან პროფესორი ჩვენი კოლეგა უსაყვარლესი რესპონდენტია გადაცემა მე ძალიან მიყვარს თქვენთან სტუმრობა გადაცემა ბიბლიოთეკას წამყვანი და ავტორი აქვე დაანონსე როდის არის შემდეგი გადაცემა 2 მარტს შესანიშნავი ჩვენს ეთერში კი საინფორმაციო გამოშვების დრო დადგა ჩვენი უსაყვარლესი სოფო ხელაძე შემოგვიერთდება ასევე მკითხველი და ვფიქრობ ამ თოვლიან ამინდში მასაც მოეწონება ეს იდეა რომ წაიკითხოს ეს წიგნები ნამდვილად დიდი მადლობა აუცილებლად გავითვალისწინებ მარის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანის რეკომენდაციებს ახალ ამბებს მოგიყვებით ზუსტად 10 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ქუთაისის კლინიკაში მოთავსებული ნაცემი ქალის საქმეზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს. ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს გავრცელებული ინფორმაციით. ის ასტიკად არის ნაცემი. პაციენტს დაზიანებები აღენიშნება სახისა და სხეულზე. ექიმების ინფორმაციით მისი ცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. პიროვნებამ ვინც პაციენტი კლინიკაში მიიყვანა განაცხადა, რომ ნაცემი ქალი უგონო მდგომარეობაში ქუთაისის მიმდებარედ გზაზე იპოვა. უწყვეტი აქციები თითქმის 3 თვეა გრძელდება. აქციები თბილისის პარალელურად ბათუმშიც არ შეწყვეტილა. საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია ისევ გაიმართა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გაათავისუფლონ აქციებზე დაკავებული პირები და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე იძლადეს. შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართავენ ბათუმში დაკავებულ მეტროშე თემურ ქათამაძეს, რომელიც 36 დღეა საკვების მიღებაზე უარს ამბობს. ტელეპირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელად საგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევა ცნო და 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯიოშვილი სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. ცნობისთვის ლაშა ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 173 მუხლის პირველი და მესამე ნაწილს ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით ოპერატორს დაკავების შემდეგ სისხლ ჩაქცევები აღენიშნებოდა. მეორე დღეა თოვის ბათუმში ქალაქის მერის ინფორმაციით თოვის გამო მერის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოების ღამითად აწარმოებენ. ზღვაში გამსვლელი არხები და სანიაღვრექსელი გახსნილია. მერის პრესამსახურის ცნობით მობილიზებულია სპეცტექნიკა და თანამშრომლები.
მეორე დღეა თოვს ქობულეთში თოვლის საფარი მაღალი ზონის ოფლებში 50 სანტიმეტრია, ქალაქში კი დაახლოებით 30 სანტიმეტრს აღწევს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თოვლისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე სასოფლო და შიდა დანიშნულების საავტომობილო გზები. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტში მობილიზებული 10 ერთეული მძიმე ტექნიკა. თოვლმა ქობულეთში გზებზე წააქცია ხეები, ადგილზე შესაბამის სამსახურები მუშაობენ. მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც შეიქმნა. რაც შეეხება ბუნებრივ აირსა და სასმელ წყალს, ამ დროისთვის ყველა აბონენტს შეუზღუდავად მიეწოდება. და გავიგოთ რა ხდება უცხოეთში. ისრაელის ქალაქებში ბათ-იამსა და ხოლონში ავტოსადგომებზე სამიცარიელი ავტობუსი აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა საფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ხოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, პრემიერმა ისრაელის თავდაცვის ძალებს დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა. ისრაელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კიევის ქმედებას მცდარს უწოდებს, როდესაც მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე ტრამპის მიდგომას ეწინააღმდეგება. მაიკ უოლცის თქმით, ტრამპი ზელენსკით იმედ გაცრუებულია, ეს იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდა და არ სურს იმ შესაძლებლობებით სარგებლობა, რომელსაც შეერთებული შტატები სთავაზობს. უოლცი აღნიშნავს, რომ შტატების პრეზიდენტის იმედ გაცრუება მრავალმხრივია და ერთ-ერთი ის რიტორიკაა, რომელიც კიევიდან მოდის. დაამატა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მინერალების მოპოვებაში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების ისტორიული შესაძლებლობა შესთავაზა. ტრამპს უეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ვაშინგტონში ვიზიტი რამდენიმე დღეში შედგება. კითხვებზე პასუხისას მაკრონმა გააჟღერა, თუ რის თქმას აპირებს დონალდ ტრამპისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის სხვებში გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს, ვინაიდან ყველაფრის გაკეთება შეუძლია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურია, თავისუფალი სისტემით არჩეული და არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება არ შეუძლია. ჰამასის მიერ ისრაელისთვის დაბრუნებულ 4 ცხედარ შორის შირი ბიბასის ცხედარი არ იყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. 32 წლის ბიბასი 7 ოქტომბერს 4 წლის და 9 თვის შვილებთან ერთად გაიტაცეს. ბავშვების ცხედრები დააჯგუფებამ გუშინ დააბრუნა. დედის ცხედრის ნაცვლად კი ისრაელს 83 წლის ოდე ლიფშიცის ცხედარი გადასცა, რომელიც იდენტიფიკაციის პროცესში დაზუსტდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ეს არის უკიდურესი სიმძიმის დარღვევა ჰამასის მხრიდან, რომელიც შეთანხმების თანახმად ვალდებულია დააბრუნოს 4 გარდაცვლილის ცხედარი. ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათზე, მთავარი პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი დილის ტალღას გუთმობთ ეთერს. სოფო კი დატოვებს სტუდიას და გავა საგუნდაოდ. გემშვიდობებით სოფო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ბუნებრივია და მოდით ვნახოთ გადაცემის მცირე ანონსი თუ რას ვნახავთ გადაცემის მესამე ნაწილში. გადაცემის მესამე ნაწილში სხვადასხვა ტრავმის, დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ როგორ შევარჩიოთ სწორი მეთოდი ორგანიზმის ფუნქციონირების აღსადგენად. იხილეთ ანა გოგიტიძის სიუჟეტი. რა არის ძირითადი მოტივი, რომელიც ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობისკენ უბიძგებს და როგორ ხდება სამედიცინო მომსახურების მიღება ქვეყნის გარეთ. დეტალებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. ხსენებთ, რომ დღეს არის 21 თებერვალი, პარასკევი, ბოლო სამუშაო დღე, ხვალ ესე უქმეებია, ასე რომ გაქვთ კარგი მიზეზი, რომ იგუნდაოთ დაისვენოთ, წიგნი იკითხოთ და გაატაროთ დღე მშვიდად და სასიამოვნოდ. ჩვენ კი გადაცემას ვაგრძელებთ მომდევნო თემით, სხვადასხვა ტრავმის, დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, იმისათვის რომ ცხოვრება სწრაფად და სრულფასოვნად დავუბრუნდეთ. რეაბილიტაცია აუცილებელი პროცესია. როგორ შევარჩიოთ სწორი მეთოდი, რათა ორგანიზმის ფუნქციონირება აღდგეს? ვიხილოთ ანა გოგიტიძის სიუჟეტი.
რეაბილიტაცია სამედიცინო და თერაპიული პროცესია, რომლის მიზანით ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფუნქციების გაუმჯობესებაა. მათ შორის არის ფიზიკური რეაბილიტაცია, რომლის მთავარი მიზანია, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს. ფიზიკური თერაპიის პროცესის დაწყება აუცილებელია ტრამვიდან 48 საათის განმავლობაში, მაგრამ არსებობს რიგი შემთხვევები, აი მაგალითად ბავშვების შემთხვევაში ყველაზე სწრაფად ბავშვები 0-დან 12 თვემდე ვითარდებიან, ამიტომ აუცილებელია მშობელმა ამ პერიოდს მიადევნოს ყურადღება და აღმოაჩინოს რაიმე შეზღუდვა აქვს თუ არა თვის შესაბამისად. ჩვენი ბენეფიციარმა 6 თვის იყო, როდესაც მომართა ჩვენს კლინიკას, შევაფასეთ მულტიდისციპლინური გუნდის მიდგომით და საჭირო გახდა მხოლოდ ფიზიკური თერაპიის ჩართვა საწყის ეტაპზე, რათა მოგვეხდინა მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესება და ასაკის შესაბამისად მიგვეღწია ჯდომას. ვცდილობთ, რომ მივახტოთ დამხმარე საშუალებებით დამოუკიდებელ გადაადგილებას. რეაბილიტაციაში ასევე უმნიშვნელოვანესია დამხმარე საშუალება ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვიყენებთ ვოლკერს და ფეხი კოჭწვევის ორთეს, რათა დამოუკიდებლად შეძლოს ბენეფიციარმა გადაადგილება. რეაბილიტაციაში ჩართვა არასდროს არ არის გვიან, უბრალოდ გამოსავალი და შედეგს განსაზღვრავს, თორემ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ტრავმის შემდეგ შეუძლია ჩაერთოს პროცესში. წყალს უნიკალური ფიზიკური თვისებები აქვს, რაც რეაბილიტაციის პროცესს მნიშვნელოვნად ეფექტურს ხდის, განსაკუთრებით აქვათერაპიისას. აქვათერაპია არის რეაბილიტაციის ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოიყენება ისეთ დარღვევების დროს, როგორიცაა კოორდინაცია და ბალანსი, კონტურის ძალის დაქვეითება ან კუნთთა ტონუსის მომატება, ისეთ პათოლოგიური მდგომარეობის დროს, როგორიც არის სარდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები და ნევროლოგიური ფუნქციური დარღვევები. აქვათერაპიის დროს მცირდება კუნთთა ტონუსი, რომელიც ბენეფიციარს ეხმარება შეასრულოს ისეთი მოძრაობები, რომლებიც ხმაზე მისთვის ფულად შესაძლებელი იყო. სწორედ ამიტომ აქვათერაპია არის ერთ-ერთი მთავარი დარგი და მიმართულება რეაბილიტაციის პერიოდში. აქვათერაპიის დროს ხდება კუნთთა ტონუსის შემცირება, იზრდება სახსარში მოძრაობის სიფართე. ყველაზე ხშირად ჩვენს კლინიკაში მომართვიანობა არის სარდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევის მქონე ბენეფიციარების, რომელიც უმეტესწილად უჩივიან სკოლიოზს. აუცილებელია ზურგის კუნთების გაძლიერება და ასევე მუცლის კუნთების გაძლიერება, გაუმჯობესება კოორდინაციისა და ბალანსის და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მანუალური თერაპია ხელით შესრულებული ტექნიკაა, რომელიც უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად ითვლება. სამი ძირითადი ეტაპი არსებობს, არის რელაქსაცია, მობილიზაცია და манипуляция. მანუალური თერაპიის დროს. რელაქსაციაში შედის სამკურნალო მანუალური მასაჟი, მობილიზაციაში, როდესაც მობილიზებას აკეთებთ კუნთის და შემდეგ უკვე манипуляция, როდესაც გადაადგილება ხდება ამა თუ იმ სახსარის. მანუალური თერაპიით ყველაზე გავრცელებული დაავადებების კურნალობა ხდება თიაქარი, ოსტეოხონდროზი, სკოლიოზი. ეს სამი დაავადება ყველაზე ხშირი. მანუალური დიაგნოსტიკით შეიძლება გამოვლინდეს ისეთი რაღაც, დაუშვებად არ იყოს ძვალსახსროვანი პრობლემა, იყოს კუნთური პრობლემა, მაგალითად ხშირ შემთხვევაში წელის ტკივილები არის სწორედ კუნთის ტკივილი და არა თიაქარისგან გამოწვეული ან პროტრუზიისგან გამოწვეული ტკივილი. შეიძლება თავისუფლად იყოს კუნთის სპაზმი. კუნთის სპაზმი იწვევს იგივე ტკივილს, რასაც იწვევს თიაქარი ან პროტრუზია. კინეზოთერაპია რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდია, რომლის მთავარი პრინციპი სხეულის აღსადგენად ბუნებრივი მოძრაობების გამოყენებაა. იგი გამოიყენება სახსრების დაზიანებისას, ძვლების მოტეხილობის დროს, კონტრაქტურების დროს, ყესის დამოკლების დროს. ჩვენ მუშაობთ მოძრაობის აღდგენა შენარჩუნებაზე. რის შემდეგაც პაციენტს უადვილდება მოძრაობა, ემატება ძალა, მოძრაობითი სიფართე, კოორდინაცია, წონასწორობის აღდგენა. კინეზოთერაპიული მეთოდებით კურნალობთ სკოლიოზს, ლორდოს, კიფობს, ხერხემლის თიაქარს, ტერფის ვალგოსულ და ვაროსულ დეფორმაციას. კინეზოთერაპია მოიცავს ინდივიდუალურ ვარჯიშებს, სამკურნალო მასაჟს, გაწელით ვარჯიშებს და სხვა დამხმარე საშუალებებს, რომელშიც არის შვედური კედელი, როლები, ბურთები, ველოტრენაჟორები და ასე შემდეგ. რეაბილიტაციის სწორად შერჩეული მეთოდები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს პაციენტის სრულფასოვან ცხოვრებას.
გამოჯანმრთელებას უსურვებთ ყველა პატარას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება ჩვენს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჯანმრთელობა განაგებს ჩვენ მთელ ცხოვრებას. ჩვენი შემდეგი თემაც სამედიცინო ბლოკს ეძღვნება და ვისაც თურქეთის ტერიტორიაზე მკურნალობა გესაჭიროებათ ან გეგმოთ, სწორედ ის ადამიანები შეგიძლიათ დარჩეთ ტელეეკრანებთან. სამედიცინო ტურიზმი ქვეყნის გარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოგზაურობას გულისხმობს. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში სამედიცინო ტურიზმის პოპულარობა აქტიურად იზრდება, რაც ჯანდაცვის, გლობალიზაციისა და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების მოძიებითაა განპირობებული. როგორც წესი, პაციენტი მიემგზავრება სხვა ქვეყანაში, რათა მიიღოს ისეთი სერვისი, რომელიც მის ქვეყანაში ნაკლებად ხელმისაწვდომია ან მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს სტუმრებთან ერთად და გავიგებთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დაგვეგმოთ მკურნალობა ან ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება, ამ შემთხვევაში თურქეთის ტერიტორიაზე სტამბოლში. ჩვენი სტუმრები არიან ნურულაჰ ერიმისი, პროფესორი, ორთოპედ, ტრავმატოლოგი და თეო ელიაძე, ჰოსპიტალის მენეჯერი. მოგესალმებით. ძვირფასი მადლობა რომ მობრძანდნენ ჩვენთან სტუმრად ამ თემაზე სასაუბროთ და თეო სანამ უშუალოდ დაუბრუნდებით და ვიტყვით იმ კონკრეტულ საკითხებს რა ჭირდებათ ადამიანებს იმისთვის რომ გაემგზავრონ საზღვრებს გარეთ და მიიღონ სამედიცინო დახმარება მანამდე ჩვენ ვიცით რომ ძალიან ისეთი ისტორია უკავშირდება თქვენ სამ სფეროში მოხვედრას და თუ შეიძლება რომ მოკლედ მოგვიყვეთ როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში და რატომ ეხმარებით დღეს სხვა ადამიანებს რომ მიიღონ სამედიცინო დახმარება პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მოკლედ დროში ჩავატევ ყველაფერს, მოკლედ დიდი ისტორიას არ მოვუყვები, ზოგადად კონკიას ხაპარსკავს ჩემი ისტორია 14 წლის დაოჯახებიდან მოყოლებული, ანუ სხვა ეტაპები. ამაზე ალბათ მე უფრო ცუდად ვისაუბრებ საინტერესოდ. რაც შეეხება ვიყავი ემიგრანტი, ქალბატონი, ორი შვილის დედა, მარტოხელა დედა და ერთ დღესაც შემომდის ძალიან მძიმე მესეჯი მე ჩემი ძმისგან რომ ყავს ბავშვი ლეიკემით ავად ძმისშვილი ანუ ნიკოლოზ ელიაძე ნუ არ ვიცი ნიკოლოზი არის საზოგადოება ძალიან კარგად ის რომ სამჭუნას რომელმაც დაამარცხა ვერაგი ლეიკემია და როგორც თურქული ვიცოდი ახლა მაშინ ძიძად მუშაობდი მინდა ჩავამატო რომ არანაირი განათლება კი წარმოადგენს როგორც გენერალური მენეჯერი მაგრამ ამაზეც ვისაუბრებ, არანაირი განათლება არ მაქვს მიღებული იმაშვებიან ხოლმე მეგობრები, აი რატომ უსმევ ხაზს, ძალიან ნამაყად უსმევ ამას ხაზს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანებმა მიაღწიონ რაღაცებს, ანუ იმის გარეშე ბრძოლარი, მთავარი, ანუ სწავლის გარეშე. და როგორც ეს თურქული ვიცოდი, მოვიძია ახლობლებისგან კლინიკა, ნუ ფასები მაშინ არ ვიცოდი, რა როგორ იყო და ფიქრობდი რომ რაღაც 2-3 თვის ხელფასით შევძლებდი ბავშვის გადარჩენას, ჩამოვიყვანე პატარა ნიკოლოზი, ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ხალხის დახმარებით, აბსოლუტურად 100%-ით ხალხის დახმარებით, ანუ არ ვიცი, იმ ემოციებს ვერ გადმოვცემ, რა ემოციებითაც და სიყვარულით უყურებდნენ ჩემს ძმისშვილს. ოჯახის წევრი იყო ჩემი ძმისშვილი მათი, ყოველდღე უნდა დამერეკა, უნდა მიმეწოდებია ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო 5 თვის ნიკოლოზი, კლინიკაში აიდგა ფეხი, კლინიკაში ამოუვიდა კბილი და მოკლედ ამ ყველაფერს ის ემოციები შეგასწავლოთ ეს პროფესია შეიძლება ასე აღმოჩნდეთ ამ სფეროში. ეხლა ესე აღმოჩნდი ამ სფეროში, მოკლედ ნიკოლოზი ახლა აუცილებლად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ნიკოლოზი დიდი ბიჭია ცხოვრობს საფრანგეთში და ძალიან წარმატებული ფეხბურთელია. ასევე ჩვენი ძვირფასი სტუმარი, რომელიც შემოსულია თურქეთიდან ამ შემთხვევაში პროფესორი, მასაც აქვს საინტერესო ისტორია, ის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და სიდუხჭირის გამო მშობლებს ხშირად არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ექიმებთან ხშირად ეტარებინათ და დადო ასეთი პირობა, რომ როდესაც გაიზრდებოდა, გამოვიდოდა ექიმი და დაეხმარებოდა სხვებს. რა მიზნით არის ბატონი ნურულაჰი ჩამოსული დღეს საქართველოში? Niçin geldiniz Gürcistan'da diyor bugün. Ne yapıyor? Şimdi biz Türkiye'de yıllardır, 25 senedir yaklaşık yoğun çalışan hekimleriz ve sık sık başka ülkelere ziyaretlere gidiyoruz. İşte Azerbaycan, Türkiye Cumhuriyetleri ya da Arap ülkelerine sıklıkla gidiyoruz. ანუ 25 წელი ამ სფეროში ვართო და რა თქმა უნდა მეზობე ქვეყნებშიც დავდივართ, ანუ როგორც არის აზერბაიჯანი, არაბისტანი, არაბეთი და რა თქმა უნდა საქართველო. Avrupa ülkelerine gidip
Orada yine hastaları bilgilendiriyoruz. Hastalar ameliyatları için Türkiye'ye geliyorlar. O yüzden buradayız yani. ანუ ამბობს რომ საზღვარგარეთ ევროპის კავშირის ქვეყნებშიც იგივეს ვაკეთებ და ვეხმარებით პაციენტებს უფასო კვლევებს. Ve bir de ben ortopedi profesörüyüm. Bizim hastalarımız içerisinde omurgasında eğriliği olan, kalçasında dizinde protezi olan yaşlı insanlar oluyor, çocuklar oluyor. Onların bazılarına yardımcı oluyoruz. Bazılarının tedavisini burada doktorları yetiştiriyoruz. Onlar devam ediyor tedavisine. Teşekkür ederim hocam. ანუ ამბობს რომ ძალიან ბევრი მოხუცი და ბავშვია, ზოგს არ შეუძლია ანუ სწორი ჩამოსვლას, სწორი მიმართულები საცდენილი არიან და რაც შეგვიძლია ვეხმარებით ამ ყველაფერს. Evet, Gürcistan'a yeteri kadar önem vermemiştik. Şimdi Gürcistan'a daha sıklıkla geleceğiz. Buradaki doktorlarla beraber çalışmaya. Hastaları tedavi საქართველოში ამ დრომდე არაფერი არ გეკეთებია და ამიტომ დავიწყეთ საქართველოში ეს საქმიანობა აქაური ექიმების ერთად ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ. დიდი მადლობა, რახან დროში ვართ შეზღუდულებით გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ესე იგი, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ დაგეგმოს მკურნალობა თუნდაც აი სტამბოლის ნებისმიერ ჰოსპიტალში? რა არის ამისთვის საჭირო და რა არის საჭირო? ანუ ჩვენთან კავშირები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გვიკავშირდებიან პირადად მე, ფორმაცი და დიაგნოზი, რაც აქვთ, ხო, ზოგჯერ არის დიაგნოზიც არ აქვთ ასმული და ესე გვიკავშირდება ადამიანები. გავმარტავ რა ჩვენთან, პირადად ჩვენს კლინიკაში ონკოლოგია არ გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბატონი პროფესორი, ანუ ბატონი ნურლახ ერმისი არის ექიმი და მეუღლეც პროფესორი ყავს, ქალბატონი. ძალიან ბევრი სამეგობრო წრე ყავს ექიმების და ვეხმარებით მაინც მიმართულებას ვაძლევთ სად როგორ ჯობია და ხელმისაწვდომი ფასი სად არის, თავარი მაინც ფასებზეა. ორიენტირებული კი ბატონო. თქვენ ონკოლოგია ახსენეთ და მაინც ძირითადად რომელი სფეროა უფრო მოთხოვნადი? ბატონი ნურულახი არის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ძალიან ბევრი. ჩვენ ესე იგი აგვისტოში ვიყავით და სექტემბერში ბათუმშიც და თბილისშიც ერთდროულად ბოდიში მოვიხდი საზოგადოებასთან და არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას არ ჩვენს ექიმებს ყველას ძალიან ვაფასებ რა თქმა უნდა, მაგრამ ყველგან ხდება ესეთი რამ. 72 პაციენტი გავსინჯეთ 3 დღეში. ბათუმში და თბილისში ერთად 72 პაციენტიდან დაახლოებით 58-ს ოფიციალურად ეწერა რომ საჭიროა ოპერაცია. ჩვენ გავსინჯ უფასო კონსულტაციები გაიარეს ჩვენთან 58-დან აღმოჩნდა რომ მხოლოდ 17 პაციენტი იყო რეალურად საოპერაციო. ზოგს სჭირდებოდა უბრალოდ ფიზიოთერაპიები, ზოგს სახსარში შეიძლებოდა ნემსით სახსარში გამოსულიყო მდგომარეობიდან და ესეთი კარგი დაკვალიანება მივეცით, რა ვიცი, იმედი მივეცით ხალხს ბედნიერი, აი ოპერაცია მაინც რთული ოპერაცია რა თქმა უნდა, ორთოპედ-ტრავმატოლოგია, მაგრამ არა ისეთი როგორც ონკოლოგია. ონკოლოგია რა თქმა უნდა სამწუხაროდ ჭარბობს. ძალიან და აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ გარდა იმისა, რომ თქვენ თქვათ ეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ სტამბოლში მკურნალობის ჩატარება, როდესაც ჩამოდიხართ საქართველოში, ქველმოქმედებასაც ეწევით და არსებობს ძალიან ბევრი პაციენტი, რომელთვისაც უფასოდ, სრულად უსახსროდ ჩაგიტარებინათ ოპერაციები და გაგიწევიათ სამედიცინო დახმარება. კი, ესე იგი ნოემბერში გავაჩუქეთ ბარიატრია, მე თვითონ კიდევ ვიტყვი, რომ მე თვითონ ეხლაც ძალიან კარგ ხორცზე ვარ, მაგრამ 78 კილო დავიკელი, 158 კილო ვიყავი, ძალიან დიდი ვიყავი და ბარიატრიას, რა ვიცი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, რაღაცები უკიჩვენებები აქვს ყველა ოპერაციას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ 10 ჯერო დამჭირდა 10-ჯერ გავიკეთებ. და ვთხოვე, რომ მოეცათ ჩემთვის ეს შანსი, რომ ერთი ქართველი გამეხარებინა და გავახარეთ ქალბატონი, აუცილებლად დავდებთ ამაზეც ამის შესახებ ინფორმაციას. ეხლა ვაპირებთ. ახლაც გაჩვენებული. კი, ახლაც ვაპირებთ. ესე იგი დისპლაზიის ოპერაცია ბატონმა ნურულახმა უსასყიდლოდ გააკეთოს თურქეთში, მხოლოდ ოჯახი შეიძენს ბილეთებს, ყველაფერი უფასოდ ექნებათ, კვება, გაჩერება ჩვენთან, ტრანსფერი და რა თქმა უნდა ოპერაცია. კიდევ რა შეღავათებია თქვენთან? რა ვიცი, მაქსიმალურად ისარგებლონ
აი მაგალითად თუნდაც იგივე ბარიატრია ამ წუთას 5400 ლარი გამოდის თავისი ყველაფრით, ანუ ტრანსფერით, ორი ადამიანის განთავსება კლინიკაში თავისი სამჯერადი კვებით, წინა საოპერაციო ყველა კვლევა და ოპერაცია მეც სტამბოლში გავიკეთე, მეორეჯერ დამჭირდა და ანუ მაგალითად სხვაგან თუ ყის 400 და 800 დოლარი MRI, MRT-ს გადაღება, ჩემი ქართველებისთვის მაქსიმუმ $200 იყოს და ზუსტად ვიცი რომ კომენტარებს ყველა დაწერს ვისთანაც ეს რაღაც ძალიან დიდი სხვაობა იმიტომ რომ მე როცა შევდივარ ბატონ ნურულახთან მეუბნება აბა გისმე რომელ პაციენტზე უნდა დაიწყო ტირილი იცის რომ ვიღაცასთან დაკავშირებით უნდა უთხრა იცი რა ჯანდაც არა ფინანსებს თავის ნუ არა აქციის და ესე და ესე აი რამე პრობლემებს და ბარიერებს თუ აწყდებით თეო ანუ ურთიერთობის დროს და აი საზღვრების დროს თქვათ პაციენტებთან აი რამე უკმაყოფილებას თუ გამოთქვა თუ არის რაღაც ის ნიუანსები, რაც უნდა გამოსწორდეს ამ შემთხვევაში. ჩვენთან საქართველოში გულისხმობთ თუ იქ თუ კი რამ არის ისეთი, აუცილებლად გამოვასწორებთ ყველას ვეუბნებით, რომ გულწრფელი წერილი დაგვიტოვეთ, იმიტომ რომ შეცდომებზე იზრდება ადამიანები და რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ არის კი რაღაცები, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არა რომ შეგწყვეს და ბოდიში მოსახდელი დამჩეს. ყველა პაციენტი, როდესაც სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს, ბუნებრივია არის საჭიროებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში როგორ არჩევთ, ვის გავუკეთოთ უფასოდ, ან მე ყოველი მესამე ან ყოველი რაღაც ესეთი კუთხით თუ ეხლა არა ნახეთ მეორეჯერ მთლიანად უფასოდ დაფინანსებით მოხდა ერთი პაციენტი ჯერჯერობით, მაგრამ ბატონი ნურულახის დახმარებით, მაგალითად ჩვენ გვყავდა ნიკოლოზი ბერძენიშვილი საზოგადოება ეტლით მოსარგებლე ბავშვი, ბიჭია, იცით, იქორწინა მარიამ გოგიაშვილზე, იცით ეს ისტორია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გააშუქეს ტელევიზიით, რომელსაც გაუკეთეთ ოპერაცია, არასწორად უკეთდებოდა ოპერაცია და ჩვენი კონსულტაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვა ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო, რეაბილიტაციის თანხა ჰქონდათ მხოლოდ 1 თვის და ბატონი ნურულაჰი შემოდის და მეუბნება, რომ მე როგორც ექიმი არ მომასვენებს ჩემი სინდისი, რომ მეორე რეაბილიტაცია, ან მეორე თვის რეაბილიტაცია ესაჭიროებოდეს პაციენტს და ის გაუშვა სახლში, ამიტომ მე ვჩუქნი მეორე თვის რეაბილიტაციას. ანუ ოპერაციის თანხა გადაიხადეს, 1 თვის რეაბილიტაციის და მეორე ბატონ ნურულაჰმა აჩუქა. ბატონ ნურულაჰი 3 კლინიკის დამფუძნებელია სტამბოლში და 1 კლინიკა იგივე ფილიალი, ანუ არის კოსოვოში. კი ბატონო და რამდენად ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში და ბათუმში თუ შესაძლებელია რომ აი უფასო კონსულტაციებით და ასე შემდეგ ხელმძღვანელოთ როგორ და სად რანაირად უნდა მოვიძიოთ ამ ყველაფერზე ინფორმაცია. იცით რა როცა CV გადაეგზავნება იმას ყველა კლინიკა მზად არის უფასო კვლევები გააკეთოს ბატონ ნურულაჰთან. ჩვენ არ ვართ ესე მიკერძოებული რომ აუცილებლად რომელიმე კლინიკასთან თანამშრომლობთან არა ვინც დაგვეთანხმება და მიგვიწევს რა თქმა უნდა ყველასთან მივალთ აუცილებლად მხოლოდ ბატონი ნურულაჰი არა სხვადასხვა განხით ახლა ზუსტად მაგის ჩამოსული რომ ვიკითხოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი ექიმებია საჭირო ვისის თანამშრომლობა დაამყაროთ ხო? აუცილებლად როგორც მაჩვენა რეუმატოლოგი ძალიან საჭიროა. და თეო შენი ესეთ მრავალწლიანი გამოცდილებით მხოლოდ ფასებსაც რომ არ შევეხოთ, რატომ და უღრდეს ადამიანს თქვა და რამ შეიძლება მიაღებინოს გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ ჩავიდეს თუნდაც თურქეთში და მიიღოს სამედიცინო დახმარება. პირადად ჩვენთან თუ ზოგადად. არ მინდა რომ აგრესია გამოიწვიოს ჩემმა საუბარმა, კიდევ ვიმეორებ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგი ექიმები გვყავს, ძალიან კარგი ხელსაწყოები, აპარატონი, ყველაფერი კარგი გვაქვს, მაგრამ არის ზოგჯერ რომ რაღაც აცდენები ხდება. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ახლო ქვეყანა, მეზობელი ქვეყანა ვარ და შედარებით გერმანიასთან, ისრაელთან შედარებით, მაინც თურქეთის ფასები შედარებით უფრო მაინც ჩვენთვის ბევრი, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი. საქართველოსთან შედარებით ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი განსხვავება, რამოდენიმე ოპერაცია, თუნდაც კვლევა, დიდი განსხვავება არა, მაინც საზღვარგარეთ
მკურნალობა ქვია და ისეთი კატასტროფული ფასები არაო ვფიქრობ და გადამოწყვეტის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში სწორი დიაგნოზი და მერე შეიძლება დაბრუნდეს შენს ქვეყანაში და გააგრძელო მკურნალობა. ამაზეც რა თქმა უნდა შეიძლება ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან სტუმრად იყვნენ ნურულა ერიმისი, პროფესორი, ორთოპედ ტრავმატოლოგი და თეო ელიაძე, ჰოსპიტალის მენეჯერი. საუბრობდით სამედიცინო ტურიზმზე. დიდი მადლობა. ჩვენ კი აი ამ ნოტაზე დავასრულებთ თქვენთან ურთიერთობას. წინ უქმეებია შაბათი კვირა, თოვლიანი ამინდები, წიგნებით მოგამარაგეთ, ჯანმრთელობაზეც მოგიყევით და ეხლა დროა დაგიმშვიდობოთ და ჩვენც დავისურვებთ. ორ შაბათს ანა და დემე შემოგიერთდებიან, ჩვენ კი მომდევნო ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. კეთილი სურვილებით გემშვიდობებით. ნახვამდის.